მიზანი უნდა იყოს, რომ გავიგოთ რა არის სიყვარული. სიყვარული არის ძალა, რასაც ადამიანი მიყავს გაცნობიერებამდე. ჩვენ იმისთვის არა ვართ მოსული, რომ დაცული პოზიცია გქონდეთ, ან ვინმეს თავი მოვაწონოთ. რაც დღევანდელ თანამედროვე ურთიერთობებში, თუნდაც დედაშვილურ, თუნდაც პარტნიორულ, თუნდაც შვილების, მშობლების ურთიერთობებში იკვეთება ეს ძალიან ცუდი ტენდენციები. ამ დროს იმხელა სტრესი ხდება ბავშვში, რომ ეს სტრესი აღემატება ომიდან ჩამოსული ჯარისკაცის პოსტ-დრამატულ სტრესს. არასწორი პარტნიორის არჩევა, ანუ შენ იძარცვები ემოციურად. როცა ჩვენ პერფორმენსს სისტემატიურად ვაკეთებ და ვერ ვჩერდებით და ამ დროს შენ ძარცვავ საკუთარ თავს, არ შეიძლება სულ საუბრობდე. უნდა შესაბამისი გაჩუმებაც ხდებოდეს. და გაცნობიერება ყოველთვის იწყება ოჯახიდან. გულის შუა ადგილი, რომელიც ფაქტიურად საზღვარია დაბალ ემოციებსა და უმაღლეს ემოციებს შორის. შენ ამ ემოციას ეძებს სხვაგან, ამ კმაყოფილებას ეძებს სხვაგან, სიმშვიდეს ეძებს სხვაგან. ეგ არის გარანტია საკუთარი თავის დაკარგვის და აცდენა ჭეშმარიტების გზიდან. და როცა ადამიანი საკუთარ თავს შველის, მერე შველის სხვებსაც და გარე სამყაროსაც. მოგესალმებით, ჩვენი დღევანდელი ეპიზოდის სტუმარია ქალბატონი ხათუნა მზექალაშვილი, ფსიქოლოგი, ურთიერთობების კოუჩი და მეტაფიზიკოსი. მოგესალმებით, ქალბატონო ხათუნა, დიდი პატივია თქვენი მობრძანება ჩემთვის. რას გვეტყოდით თანამედროვე ურთიერთობებზე? ეს იქნებოდა ჩემი პირველი შეკითხვა და შემდგომ უკვე თანდათან განვავრცოთ თემა. მეც მოგესალმებით, თქვენს თამარ, დიდი მადლობა მოწვევისთვის და ჩვენს მსმენელებსაც და მაყურებლებსაც. იმედია საინტერესო საუბარს შევთავაზებთ, განსაკუთრებით როცა ლაპარაკი გვაქვს ურთიერთობებზე და 21 საუკუნეში ყველას ურთიერთობა გვაქვს ფაქტიურად ტელეფონთან და არა ერთმანეთთან და გართულებულია ეს თემა. მაგრამ მე მაინც ყველაზე მეტად იმ მიმართულებით წავიყვანდი, თქვათ, პასუხს თქვენს კითხვაზე. სადაც უფრო მეტ ყურადღებას მივაქცევ ემოციურ მდგომარეობას, იმიტომ რომ ემოციები განს არის ის მთავარი რესურსი, რაც ადამიანს ქმედებაში სჭირდება. აი, ჩვენი საწვავია და ურთიერთობებში ემოციები აუცილებელზე აუცილებელია და სწორედ ესეთ სირთულესთან რომ არის დაკავშირებული, მაგიტომ არის რომ ესეთი არასწორი არჩევანს აკეთებს თითქმის მთლიანი კაცობრიობა. რომ გადადის, ანუ ცოცხალი ურთიერთობებიდან ამას კვეცავს და გადადის, თქვათ, ტელეფონთან და ონლაინ ურთიერთობაში, სადაც ფაქტიურად ვერ იზრდები. ჩვენი ყოველდღიურ ურთიერთობაში, ყოველდღიურ ცხოვრებაში. თუ ის გამოწვევები არა გაქვს ურთიერთობაში, შენ ვერც ემოციურ ტრანსფორმაციას ვერ გააკეთებ, ვერც საკუთარ თავს ვერ შეიცნობ და ვერც ვერასოდეს ვერ გადახვალ ინსტინქტური ცენტრიდან გაცნობიერებულ უმაღლეს ცნობიერ ცენტრამდე. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი კითხვაა და ძალიან მნიშვნელოვანი თემა და ვფიქრობ, რომ ამას სჭირდება მეტი დროის დათმობა. როგორი მიმართულება შეიძინა დღევანდელმა ურთიერთობებმა, ეს კიდე ცალკე თემაა და ძალიან სიღრმისეულად შეიძლება ამის გავრცობა, უბრალოდ გაცნობიერების ცენტრი და ცნობიერება ვახსენეთ ჩვენ. ეხლა გამიჩნდა ასეთი სპონტანური შეკითხვა, ანუ სიყვარული არის ძალა, რასაც ადამიანი მიყავს გაცნობიერებამდე. ყოველთვის, ანუ ცნობიერების უმაღლესი წერტილი ყოველთვის გადის სიყვარულამდე. თუ ურთიერთობებში გვაქვს პრობლემა ჩვენ ადამიანებს და ანუ ეს ცალსახად გვაქვს, ესე იგი გვაქვს სადღაც უდიდესი პრობლემა სიყვარულში. აქედან გამომდინარე იქმნება ის დისონანსი, ის დეფიციტი, რაც დღევანდელ თანამედროვე ურთიერთობებში თუნდაც დედაშვილურ, თუნდაც პარტნიორულ, თუნდაც შვილების, მშობლების ურთიერთობებში იკვეთება ეს ძალიან ცუდი ტენდენციები. თქვენ რას გვეტყვით ამასთან დაკავშირებით და სად შეიძლება იყოს გამოსავლის წერტილი, სად შეიძლება ვიპოვოთ გამოსავალი? იცით, ადამიანის ადამიანობა მაგას თავისი საფასური აქვს. და დედამიწაზე ჩვენ იმისთვის არა ვართ მოსული, რომ დაცული პოზიცია გქონდეთ, ან ვინმეს თავი მოვაწონოთ. მიზანი უნდა იყოს, რომ გავიგოთ რა არის სიყვარული. მოსაზრებით და როლით არა, მართლა რა არის სიყვარული, იმიტომ რომ აი ეს ცნობიერება, რომელიც თქვენ ესე ძალიან მოგწონთ, ეგ ცნობიერი ბუნება მხოლოდ სიყვარულს აქვს. იმიტომ რომ ადამიანში არის
აი გულის შუა ადგილი, რომელიც ფაქტიურად საზღვარია დაბალ ემოციებსა და უმაღლეს ემოციებს შორის. აი ჩვენი ნაწლავები, რომელთანაც დაკავშირებულია მთელი ინსტინქტური ემოციების სისტემა, აი როგორც პითონი ესეთია, გარეგნულადაც კი ესეთია. და ის გული, რომელიც შუაშია, შეიძლება შავი იყოს და შეიძლება ნათელი. და ეგ განსაზღვრის ზუსტად იმას, ადამიანში სიყვარული მოხდა თუ არა. თუ ინსტინქტური ემოციების ტრანსფორმაცია არ მოხდა და ჩვენ დრო არ დავუთმეთ, განსაკუთრებით რაშიც ვალები გვაქვს და აგიხსნით, რას ნიშნავს ემოციური ვალი. რაშიც გაჭედილები ვართ, რაც დავტკუნეთ, რაც არ ვიგრძენით ბოლომდის. სანამ იმასთან არ იმუშავებს ადამიანი, გული ნათელი არ ხდება, ზევით არ ტრიალდება. აი ზევით რო ატრიალდება, იქ უკვე ეგოდან გამოსვლა ხდება, რომლის მთავარი ემოციური მდგომარეობა არის შიში და რომელიც იცავს იდენტიფიკაციას, რომელიც იცავს დაჯერების სისტემას, რომელიც აკონტროლებს ყველაფერს და რომლისთვისაც ნომერი პირველი საჭიროება არის დაცული გარანტირებული მდგომარეობა, რაც დახურული ლიმიტირებულ რაღაცა სიტუაციას უქმნის ადამიანს ცხოვრებაში, იმისთვის რომ განვითარდე შენ სადაც დაცული და გარანტირებული ხარ, რანაირად შეიძლება რომ რამეზე განვითარდე, ხო? ვერასოდეს ვერ შეიცნობ ვინ ხარ შენ და რისთვის მოხვედი ამ ქვეყანაზე. ამიტომ მნიშვნელოვანია რომ ჩვენ დრო დავუთმოთ, იმ ემოციებს გადავხედოთ და რაღაცეებს იცი აი ნებისმიერი ემოციური მე აგიხსნით რა არის ემოციური ვალები. ძალიან საინტერესო თემაა ეს ემოციური ვალები. ხო, და ალბათ კავშირი აქვს წარსულთან, წარსულ გამოცდილებებთან. აუცილებლად. კი და ბატონო. ბევრი ადამიანი ჩარჩენილია იმ წარსულ ემოციურ ვალებში, ემოციურ გამოცდილებაში და წარსულში როცა ხარ ჩარჩენილი, შენ უბრალოდ მომავალს ვერ ქმნი ხარ. იქ იმ რეალობაში ატრიალებ იმ რეალობას მუდმივად ინტენსიურად და ვინც უკან იყურება, ის ვერასოდეს ვერ მიდის წინ, თუ კი მიდის, აუცილებლად წაბორძიგდება. კი ბატონო. წარსულიდან ცხოვრება, რასაც თქვენ ახსენებთ და სწორი გაშუქება. ფაქტიურად არის ჩვევის გამომუშავება და ერთი და იგივე წრეზე სიარული. ანუ ნებისმიერ სიტუაციაში ადამიანი სპონტანული და ადეკვატური კი არ არის იმ მომენტში, რაც ხდება იმ მოვლენასთან თანხმდრაში. არამედ წარსულის დამახსოვრებული ემოციური მდგომარეობიდან აკეთებს იმას, რასაც აკეთებს. თუნდაც მაშინ, როცა ვინმე არის მაგალითად არცი პერფორმენსი მოსწონს და ყველგან ჩნდება და ძალიან დინამიურია და ძალიან ქმედით უნარიანია და სკილებიც აქვს შესაბამისი და ძალიან ჭკვიანია. როცა ეს გადაჭარბებულად ხდება, ეს არასწორი მიზნით ხდება. და იმას ეგეც კი ემოციური ვალია, იმიტომ რომ სადღაც მის ცხოვრებაში, ბავშვობაში აღიარება ვერ მიიღო. როცა ჩვენ პერფორმენსს სისტემატიურად ვაკეთებ და ვერ ვჩერდებით და ამ დროს შენ ძარცვავ საკუთარ თავს, არ შეიძლება სულ საუბრობდე. უნდა შესაბამისი გაჩუმებაც ხდებოდეს. საკუთარ შენ ვერ იქნები სულ კონტაქტში სხვებთან. შენს თავშიც უნდა ღრმავდებოდე, რაღაცა ამოქონდეს და მერე შეგიძლია საჭირო დროს, საჭირო ადგილას. მაგის ესეთი დაგეგმარება, რომ სულ პერფორმენსი გქონდეს. ეგეც კი ემოციური ვალიდან ხდება. და ჩვენ ადამიანებს აი ყველაზე მეტად იქ ვიბნევით, რას რისთვის ვაკეთებთ და რა მიზნით, იქ არ ვჩერდებით, პაუზას არ ვაკეთებთ და ვერ ვაცნობიერებთ, რა მიზნით ვაკეთებთ. ეს პროგრამაა, ეს ჩემი ძველი საჭიროება, ეს ჩემი რაღაცა დათრგუნული ემოციური მდგომარეობაა თუ ის სპონტანულობა, თუ ის სერვიზი, თუ ის მსახურება, რომელიც გაცნობიერებულია და სპონტანურ გადაწყვეტილებას ვიღებ ყოველ მომენტში. რა საინტერესოა. ჩემი მომდევნო კითხვაც იქნება ამ თემის ირგვლივ. ესე იგი, ადამიანები, როცა შედიან ურთიერთობებში, ახალ ურთიერთობას როცა იწყებენ, უმრავლეს შემთხვევაში იწყებენ წარსული ტრამვებით, წარსული გამოცდილებით და იმ პროექციით, რაც მოყვებათ წარსულიდან, ну იგივე ემოციური ვალებით. როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი, ანუ როგორ უნდა გათავისუფლდეს ამ წარსული გამოცდილებისგან? ზოგ შემთხვევაში შეიძლება გადიოდეს 10 წელი, 15-20 წელი, მაგრამ ადამიანები იგივე სცენარს ამეორებენ მუდმივად. როგორ ხდება ამ რეალობიდან თავის დაღწევა? ну ხა რაღაცაში თუ ცნობიერებას არ შევიტანთ და არ დავაკვირდებით, დამკვირვებლობას არ დავიწყებთ. ვერც იმას აღმოვაჩენთ, თქვათ, სადა გვაქვს ემოციური ვალი, ან საერთოდ ეგ რას ნიშნავს. ის ემოცია, რომელიც თავის დროზე არ ვიგრძენი.
განსაკუთრებით ცოტა ბიოლოგიურად რომ ავხსნათ ყველასთვის გასაგებ ენაზე. ჩვენს სხეულს აქვს იმაზე გააცილებით დიდი მახსოვრობა ვიდრე ჩვენს გონებას. მიუხედავად იმისა, რომ ტვინში არის ის ნაწილები, რომელთანაც ემოციური პროცესირებაა დაკავშირებული და როცა რაღაცაზე რთულ ემოციურ რაღაცა მოვლენაში გავივლით ურთიერთობაში, ის დამახსოვრება ხდება, ჩვენი ნერვული სისტემას აქვს თავდაცვის მექანიზმი და შესაბამისი რეაქცია ხდება, ანუ ჩვენ სამყაროს ჩვენ ვართ ემოციური არსებები. ჩვენ სამყაროს აღვიქვავთ ემოციით და იქ სწორი რეაქცია ყოველთვის, ეგ გარანტირებულად ადამიანს აქვს ინსტინქტურად, რომ ვიბადებით ინსტინქტის ცენტრით, სადაც გასაბრაზებელია უნდა გაბრაზდე. ამიტომ ადამიანში არის განსაკუთრებით ბავშვობის პერიოდში და მერე მან უნდა პასუხისმგებლობა აიღო, რომ სწორი რეაგირება როგორ მოახდინო, თავდაცვის მიზნით, რომ ბავშვმა სტრესი არ ეგულიროს თავის ფსიქიკაში. იქ არის როგორც fight or flight, ანუ ან ჩხუბობ, ან გაიქცევი, ან გაიყინები, ან კიდე აბსოლუტურად პარალიზებული მსხვერპლის როლში რჩევი, ხო? ეს არის ძალიან ნორმალური. უბრალოდ ნორმალურია ბავშვობის პერიოდში და არაა დასრულებულ ასაკში. ბავშვობის პერიოდში თუ მაგალითად, არ ვიცი, სადაც საჩხუბია, იმიტომ რომ ჩვენ დუელის სამყაროში ვცხოვრობთ, მარტო მშვიდობა არ არის აქ რეალობა. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ უფრო დიდი რეალობაა ვიდრე მშვიდობა. ამიტომ ის რწმენის სისტემა, რომ არგუმენტი ცუდია, და იცი ეს ხშირად მესმის ხომ, აუცი ხათრონა მე არგუმენტი არ მიყვარს. ამ დროს არგუმენტი არის ის, ნახე რა საჭიროებას ბადებს, შენ უნდა ჩამოყალიბდე შენ სიმართლეში, შენი სიმართლე და შენი თავი, ვინც ხარ და რისიც გჯერა, ის უნდა გამოხატო, ხო ისეა? და მაგას გაურბი ხარ. ხო, და თრგუნავ, არ გამოხატავ. როდესაც მაგალითად ბავშვი სადღაც რაღაცა კონფლიქტის დროს სოციალიზირება აუცილებელია, ქუჩაში თამაში აუცილებელია, მაქსიმალურად ურჩევდი უცებ ჩავჭხირავ ამას. მშობლებს რომ ბავშვებმა ერთმანეთთან ითამაშონ და არა მხოლოდ კომპიუტერთან და რაღაც დივაისებთან, რომელიც ხელში გვიჭირავს. იმიტომ რომ იქ ხდება ჩხუბიც და შერიგებაც და სოციალიზაციას ეძება და რაღაცა სკილებს გამოიმუშავება. მაგალითად, ჩემს უბანში ჩემზე უფროსები იყვნენ ყველანი და ნახე, მე რომ იმათ მივეღე, ხო, დამჭირდა რომ იდიანი ბავშვი ყოფილიყავი, რომ უფროსებს არ ეთქვათ, რომ შენ პატარა ხარ და შტერი ხარ. და მე ისე გამომიმუშავდა ეგ სკილი, რომ უნდა რაღაცა ჭკვიანური მეთქვა, უნდა რაღაცა შემეთავაზებინა. ესე ხდება ყოველ მომენტში. როდესაც ჩვენ ამას ვაკეთებთ და იქ რაღაცა ჩხუბი მოხდა, ხო, ბავშვებთან. იცით, თუ ბავშვი რაც მაგალითად უსამართლობა იყო, თუ რაღაცაზე წაკინკლავდნენ და იჩხუბა და გაიმარჯვა. ნერვული სისტემისთვის ის ემოციური მუხტი იმ გაბრაზების და ესე არ რჩება სხეულში, ანუ რაღაც სადღაც იმას არ პოულობს ადგილს, სადაც უნდა ის დაბუდდეს, ხო? რაღაცნაირად დამახსოვრდეს. ის უკვე გამოთავისუფლებულია, იმიტომ რომ ბოლომდის იგრძნო ბავშვმა გაბრაზება, ბოლომდის გამოხატა და გაიმარჯვა. ურჩა. როდესაც მაგალითად რაღაცა საშიშროებას გავურბივართ და გადავრჩით, ეს უკვე დასრულებული რეაგირება იმ რეაქციაზე, მაგალითად გაქცევასთან დაკავშირებით, რა რეაქციაც ჩაერთო თავდაცვის მიზნით, ხო, ადამიანს. თუ მაგალითად ეხლა ოჯახში ტირილი აკრძალულია, სად გინდა რომ გაიქცე, ხო? და როცა გიკრძალა ცრემლი, ერთი ცრემლი არ დავინახო. ანუ ბავშვმა რა უნდა გააკეთოს, როცა ეტირება, ხო? ან ბავშვი ტირის და იმის მაგერო თანაგრძნობა გქონდეს, შენეუნები რომ არ გინდა რა, ეხლა ეგ მანიპულაცია შენი ცრემლებით და ამას ეუნები თინეიჯერ გოგოს. კატასტროფა. იცით, როცა 6 წლის ბავშვი სახლში მოდის ბიჭი ტირილით, ან ძალიან დიდი სტრესით და მშობელს უზიარებს, რომ ბავშვები ჩაგრავენ სისტემატიურად და შენეუბნები, რომ ურა, ლაჩარი ხარ ბიჭო, მშიშა რა, ვერ გაგიტანია თავი? ამ დროს იმხელა სტრესი ხდება ბავშვი, რომ ეს სტრესი აღემატება ომიდან ჩამოსული ჯარისკაცის პოსტ-დრამატულ სტრესს.
ჩვენ იმის მაქსიმუმს ვაკეთებთ, რაც შეგვიძლია იმ ცოდნიდან, რაც გვაქვს და ეხლა გიჟი არავინ არ არის, მანდეჭვი არავის არ ეპარება, რომ მშობელს უყვარს თავისი შვილი და აქ განსჯაზე არ არის ლაპარაკი. აქ უბრალოდ ვსაუბრობთ იმ ძალიან რთულ ფენომენზე, სადაც ჩვენში ხდება ემოციური შთაბეჭდილებების ესეთი რაღაცა დაკონსერვება და როგორც კი სხეული ასოცირდება მსგავს სიტუაციასთან, მაშინვე ხდება განაგახსენება იმისი, იმაში ისევ შესვლა და იმ ემოციური მდგომარეობის გაგრძელება. საქართველოში ხა რა არის იცი ამ ბოლო დროს ყველაზე გახმაურებული რაც მოხდა, რომელზეც ყველანი აღშფოთდით, მაგრამ ეხლა იქ უნდა დავჭდეთ და რაღაცაზე ვიმსჯელოთ, რატო ხდება ის, რაც ხდება, ხო? სადგეშლება, რომ ჩვენ იქ რაღაცა ისიც ვიკითხოთ სწორი დამოკიდებულება, როგორ გავიჩინოთ, ან რისი შედეგია, ვთქვათ, ასეთი შეცდომები, როცა გუნდი მღერის, ბავშვს გული მისდის და იქიდან უფროსები ანიშნებენ, რომ არავინ არაფერი არ უნდა გააკეთოს. დარწმუნებული ვარ ბავშვები, ეგ ბავშვის პასუხისმგებლობა არ არის, რო არ გაიძნენ. დარწმუნებული ვარ იქიდან ხელით რო არ ენიშნებინათ, ის ბავშვები იმას მიხედავდნენ აუცილებლად. ბავშვს, იცით, შოუ გრძელდება მაშინ, როცა მაგალითად არასწორი ნოტით ვიღაცა მიიმღერა, მაგრამ არ ვიმჩნევთ და ვაგრძელებთ. შოუ არ გრძელდება მაშინ, როცა ბავშვი კვდება. გესმით და ამას ხო თავისი მიზეზი აქვს, რატომ? ნახე მიზეზი რა არის? ჩვენ ემოციურ რეაქციებზე რეაგირებას არ ვახდენთ. ანუ არ განვიხილავთ, იქ ვთრგუნავთ, არ უგრძნობთ და თუ არ იგრძენი ემოცია, შენი გარც გამოცდილება გაქვს, არც რაციონალურ აზროვნებას ეჩვევი, ვერც გამოსავალზე ვერ ვფიქრობ ვერასდროს და შენს თავს პრეზენტაცია როგორ გაუკეთო, არასდროს არ ვფიქრობ მაგაზე. ანუ ეხლა ჩვენა ვართ დაზარალებული ერი. ტრამვირებული, გენოციდირებული. ოღონდ ეს ხო არ ხდება რაღაცა 10 წლის განმავლობაში. ეს საუკუნეები მიდის, ხო, 100 წლეულები მიდის ესე, ხო? იქ ტრამვირებულ ერს თავისი ფანატიზმი უჩნდება, თავისი ჩავარდნები აქვს განსაკუთრებით ემოციაში და ეს არის სწორედ ის მიზეზი, რატომ ვერ თანხდება ერი ერთი დიაზე. გარეთ ვერავინ ვერაფერს ვერ წაგართმევს, ვერც ქართველობას და ვერც ვერაფერს. შენ რომ ამხელა ზნეობრივი პრინციპები გაქვს დატოვებული მემკვიდრეობით და არიყენებ და თავის გადარჩენის მიზნით ჩვენ იქ რაღაცებს ვთრგუნავთ და იქ სიყალბეს ვერ ჩვევით, იქ ტყუილებს ვერ ჩვევით, იქ აფერისტობას ვერ ჩვევით და 1000 რაღაცას, იქ გაყინვას ვერ ჩვევით და სახელს არაფერს არ ვარქმევთ. საზოგადოება არაჯანსაღია და ყოველთვის პოლარიზებული. ამიტომ ემოციებს სანამ არ განვიხილავთ სწორედ და სანამ არ მივეჩვევით ჩვენში ემოციების, არ ვიცი, ტრანსფორმაციას და სულ ემოციური ვალი გვექნება, იცოდეთ ემოციური ვალი ბევრად უფრო დამაზიანებელია ადამიანისთვის, ვიდრე ფინანსური ვალი. კი. და ყველაზე ცუდი რაც არის, ყველაზე ცუდი მომენტი ერთ-ერთი ჩვენი საზოგადოებისთვის მრავალ ცუდ მომენტს შორის. შენ როცა იმყოფები არასწორ ურთიერთობაში. ხო. ჩვენ დავიწყეთ მშობლებიდან საუბარი, რაც ოჯახში გაქვს, როგორი ტრამვაც ოჯახიდან მოდის, შემდგომ ამეორებ იგივე ტრამვას შენს პარტნიორთან, ხო? სანამ ჩვენ არ ვისწავლით ყველაფრისთვის თავისი სახელის დარქმევას და ყველაზე რთული ყოფილა მეხუთე კლასის გრამატიკა. არსებითი სახელი, ზედსართავი, ზმნა, ასე შემდეგ, იმიტომ რომ ჩვენ რეალურად ეს გვიჭირს, ხო? სახელების დარქმევა მოვლენებისთვის და ცხოვრებაში ეს ყოფილა ყველაზე მნიშვნელოვანი, ჩვენ რო გგონია რაღაცა ვიცით, თურმე არაფერი არ ვიცით და ეს ტრამვირებული საზოგადოება თავის მხრივ სკოლებში, სხვა ორგანიზაციებში, დაწესებულებებში, მერე ოჯახში ავტომატურად ქმნის ისევ ტრამვირებულ ბავშვებს. მე მიმუშავია სკოლაში და მქონია ესეთი кейსი სამწუხაროდ და ალბათ არ უნდა ვაჟღერებდე ამას, მაგრამ ძალიან ჩვეულებრივი кейსია მასწავლებლების შემთხვევაში. არის ბავშვების კატეგორია და სამწუხაროდ დიდი კატეგორია, რომელსაც 7 ლაპარაკი არ ესმის. ტონს თუ არ აუწიე, ძალაუფლება თუ არ აჩვენე ხმით. შენ ბავშვს ვერ აჩერებ და ეს იყო ჩემთვის ძალიან დიდი დისონანსი, იმიტომ რომ მე ჩემს შვილთან ტონს არასოდეს არ ვუწევ. ჩვენ მივედით იმ წერტილამდე, ამას ტანტრუმები ქონდა ბავშვობაში, მაგრამ მე მივედი იქამდე, რომ ჩვენ შორის ყველაფერი ლაგდება 7 ტონით. და ჩემთვის ეს იყო უდიდესი გამოწვევა, რის გამოც მე მართლა გულწრფელად ვიტყვი სკოლიდან წამოვედი და ვერასოდეს ვერ ვიმუშავე სკოლაში. მიუხედავად იმისა, რომ უფროსი მასწავლებლის სტატუსი მაქვს ინგლისურ ენაში. მე სკოლაში არ დავბრუნდები. იმიტომ რომ საზოგადოება არის ტრამვირებული.
მშობლებშულებისთვის არ ცალიათ, ბავშვები აღგზნებულები არიან. ალბათ ეს ინტერნეტიც იწვევს თავისებურ აღგზნებას, თავისებურ ნეირონულ აღგზნებას, ხო? ხა ტვინის ნეირონები, რასაც ეჩვევა როგორ ქმედებას, ამაზე რეაგირებს და ეს შემდგომ ხდება უკვე ჩვევა. აი, ჩვევების შეცვლა კიდე ცალკე ფსიქოლოგიური თემაა, რომელსაც ჩვენ ძალიან ცოტა ყურადღებას ვაქცევთ როგორც საზოგადოება და ვართ ამ ერთსა და იმავე მოჯადოებულ წრეში ვტრიალებთ. ახლა ადამიანურ ურთიერთობაში ემოციების გაცვლა გამოცვლა ხდებოდა, როცა შენ ინტერნეტზე ხარ ონლაინზე, ბავშვი თავის ემოციას გასცემს და ვერაფერს ვერ იღებს და იძარცვება ძალიან, რა თქმა უნდა. როცა საზოგადოება არაჯანსაღია, განსაკუთრებით როცა მოდელი საზოგადოებაში უკვე არ არსებობს, ყველაზე მეტად იქ იცით აი ხა სწორი განვითარება თუ არ მიდის ინსტიტუციების სახელმწიფო ქვეყანაში, ხო? მაშინ გძარცვა მიდის. ყველაფერში ესია, კოსმიურადაც ესია. თუ ვერჩი გადმოსული ენერგია სწორედ არ განაწილდა, იქ ძარცვა მიდის ნიშნებს შორის. როგორი საინტერესო კავშირია და კორელაცია ამ თემებს შორის. კი, ეხლა ყველაფერი ერთი მომენტია კიდევ, ყველაზე არასწორი გადაწყვეტილება, რაც შეიძლება ადამიანმა მიიღოს, ამ თემით დავიწყე და მე ასე გამიწყო და არასწორი პარტნიორის არჩევა. შენ იძარცვები ემოციურად და როცა ემოციურად ცუდად ხარ, შენ ხარ ფინანსურად ცუდად, ენერგეტიკულად ცუდად, ყველანაირად ცუდად და ცხოვრება გეცლება ხელიდან. და ეს ემოციები, ეს ემოციური ვალები და ეს დაუმუშავებელი ემოციები აპირობებს მთლიანად შენ ცხოვრებას, როგორც პიროვნების ცხოვრებას, შენს დღის წესრიგს, გადაწყვეტილებებს, აბსოლუტურად ყველაფერს, ამ პატარ-პატარა ჯაჭვებს, რომელიც საბოლოო ჯამში ქმნის შენს ბედისწერას, შენს არჩევანს და მე უკან რო იყურები, ხვდები საწავიდა ეს ცხოვრება. აი, ალბათ იმ ერთ არასწორ გადაწყვეტილებაში, იმ ერთ დაუმუშავებელ ემოციაში, იმ ერთ მიჯაჭვულობაში, რომელსაც ესე ატრიალებ და იქიდან ვერ გამოდიხართ. ამიტომ აუცილებელია დღევანდელ საზოგადოებაში მით უმეტეს ეს ფსიქოლოგიური დახმარების ცენტრები, რასაც სამწუხაროდ ჩვენი მთავრობა და მსგავსი განვითარებადი ქვეყნების მთავრობები სამწუხაროდ არ აფინანსებენ. აი, ბევრ ქვეყანაში ევროპის და სხვა განვითარებულ ქვეყნებში ფსიქოლოგიური დახმარების ცენტრები ფინანსდება სახელმწიფოს მხრიდან და ეს ძალიან კარგი. კი ბატონო. ჩვენთან სამწუხაროდ ეს თემა არის ძალიან დაბალ დონეზე ბევრ რაღაცაში გვაქვს სავალალო მდგომარეობა და რთულ სიტუაციაში მაგისი ფუფუნება არავის არ აქვს, რომ ესე ძალიან დაზარალებულები დავჩეთ და აგერ სახელმწიფო არ მივლის. რთულ სიტუაციაში ყველაზე სწრაფად გჭირდება კონფრონტაცია საკუთარ დემონებთან, საკუთარ სისუსტეებთან, საკუთარ ემოციურ ვალებთან და როცა ვინმეს ცხოვრებაში სისტემატურად მეორდება, რომ დახმარებაც ემოციული ვალია, როცა ვიღაცა თქვათ ადამიანს აქვს საჭიროება, რომ სისტემატურად სხვას ეხმარებოდეს. ეგ არ არის სწორი არჩევანი. დახმარება კარგია სწორი მიზნით, სწორ სიტუაციაში, მაგრამ ეგ არ უნდა იყოს ის როლი და ის ერთადერთი სცენარი, რომლითაც ცხოვრობ, ხო? როცა მაგალითად ბავშვს ყავს, არ ვიცი, ავიღოთ ნარცისი მშობელი. თქვათ გოგონას, ხო? მშობელი მას მიაჩვევს გაუცნობიერებლად, რომ სისტემატურად ბავშვმა მის ემოციას და მის საჭიროებას მიხედავს. რას გააკეთებს ახლა ესეთი გოგო თუ ესეთი ბიჭი? სისტემატურად დაიწყებს მისი ნერვული სისტემა, რომელმაც ნერვული სისტემის მთავარი ბაზისეული საჭიროება არის დაცვა. ხო, რომ აი სიცოცხლე ყოველთვის ნარჩუნდებოდეს. მას არ აქვს ის სიბრძნე, რომ რაღაცასთან კონფრონტაცია საჭირო, რომ სწორი რეაგირება გააკეთო, რომ იქ შემოვიდეს დამკვირვებელი, იქ შემოვიდეს გაცნობიერება, სახელი დაერქვას იმ ემოციური შესაბამის საქციელს, სადაც გაქვს ემოციური ვალი, ხო? რომ რაღაცას არ აგრძნობ. და როცა ბავშვი არ არის მიჩვეული საკუთარ საჭიროებებთან და საკუთარ მინდასთან და ემოციების მოვლასთან კავშირი არ აქვს, მან იცის სხვას რა უნდა და სხვას რა სჭირდება. იცით, ზოგადად ახლა ძალიან რაღაცა კეთილად შეიძლება ჩანდეს და თავის თავზე ჰქონდეს ისტორია, რომ მე ვარ გულუხვი, მე ვარ კეთილი, მე მიყვარს დახმარება, რა ვქნა სხვანაირად არ შემიძლია, მაგრამ ფაქტია, რომ მისი ნერვული სისტემა მიჩვეულია ამის კეთებას.
ეს აღიქმება როგორც სახლი, სადაც ვიზრდებით, როცა ბავშვი კონტროლში იზრდება, ის აუცილებლად დომინანტს მოძებნის, ხო? როცა ქაოსში იზრდება, იმისთვის ქაოსია. წინააღმდეგ შემთხვევაში ვერც კი გრძნობს, რომ ცოცხალია, თუ იქ ქაოსი არ არის. დრამა მოსწონს მას. კი, ამბობს, რომ მეტი არ შემიძლია, მაგრამ მაინც ნერვული სისტემით და ემოციით მაგას ეძებს მაინც. წარმოიდგინეთ, აი, ნარცისთან ურთიერთობაში ის გოგო, რომელიც დედასთან მაგას არის მიჩვეული. ნახეთ როგორი ძარცვა ხდება ემპათიის ნარცისის მიერ, სადაც იცით რა არის ჩვენივე პასუხისმგებლობა, როცა ერთი და იგივე მეორდება ჩემს ცხოვრებაში და ვიძარცვები სასიცოცხლო ენერგიისგან, ემოციებისგან, ფინანსებისგან, დროისგან, ურთიერთობებისგან, თუ რაიმე რესურსი გამაჩნია ინფორმაციისგან და საკუთარ იდენტობას მიშლიან საერთოდ მთლიანად და მაგის უფლებას ვაძლევ. განა ვინ უნდა იპოვო ამ ქვეყანაზე შენზე მნიშვნელოვანი, რომ ოღონდ ეს ურთიერთობა შეინარჩუნო და ყველაფერზე ისახა რა ქვია თანახმა. მაგრამ ამას თანახმა იმიტომ ხარ, რომ შენი ჩვევა ასხვისი საჭიროებები დააკმაყოფილო. გესმენთ? კომპლექსია ეს ერთგვარი კომპლექსი, ერთგვარი ტრამვაი, ვითომ კეთილშობილი ადამიანები და რო ვაკვირდები მე ასეთ ადამიანებს, გარეთ არიან კეთილშობილები, გარეთ არიან კარგები, სხვებისთვის არიან კარგები, მაგრამ ოჯახში არიან დედები, შვილები, არ აქვს მნიშვნელობა, მეუღლეები ოჯახში არიან ძალიან ტოქსიკურები, ძალიან ცუდები, ანუ გარეთ გარბიან, სხვებისთვის არიან კარგები, მსვენია ბევრჯერ, რომ ეს ადამიანი ასეთი მაგარი ადამიანია და როგორ ასეთ ადამიანზე ცუდი როგორ თქვეს. ყველაზე კარგად შენ სახეს ხედავ შენი ოჯახის წევრი. ანუ შენ როგორიც ხარ ოჯახში, ისეთი ხარ საზოგადოებაში, ოღონდ გააჩნია საზოგადოებას, როგორ საზოგადოებაში ვისთან. სადაც გაგდის ახლა შენი ტოქსიციზმი და ვითომ სიკეთე და რაღაცა, იქ კიდე ძალიან პირობითია ყველაფერი და როგორიც ოჯახში ხარ, ისეთი ხარ ზოგადად შენი ქვეყნისთვის. აი მშობლები პირობითად ან პარტნიორები, რომლებიც ერთმანეთთან ურთიერთობას ვერ ალაგებენ, ან მშობლები შვილებთან ურთიერთობას ვერ ალაგებენ და ბევრჯერ მე მქონია ბევრი შემთხვევა, ჩემს არც თუ ისე დიდ ფსიქოლოგიურ გამოცდილებაში, რომ მშობლები იღებენ შვილებისგან ძალიან დიდ ენერგიას. გაუცნობიერებლად წოვენ შვილებს ენერგიას. და ნუ რა თქმა უნდა, ეხა ასეთი შვილი ფსიქოლოგიურად ისეც დანგრეულია. და ღებულობთ მე მოცემულობას, რა მოცემულობაც გვაქვს ზოგადად საზოგადოებაში, ქვეყანაში. ვართ ტრამვირებული ერი. და გაცნობიერება ყოველთვის იწყება ოჯახიდან. აი მშობელი რაღაცას თხოვს სკოლას რაღაცას თხოვს მშობელს, მე ჩვენ ამ ყველაფერს თხოვთ სახელმწიფოს, სახელმწიფო რას გვიშვება ისეც ყველა ცხადია და აშკარაა. და ვართ ნამდვილად ამ ემოციურ ვალებში. თითქოს არაფერი, მაგრამ ღებულობთ ამ მოცემულობას. თითქოს არაფერი არა, აი ყველაფერია. ემოციების ხარისხი განსაზღვრავს ადამიანის სიცოცხლის ხარისხს და არა ინფორმატიული, არ ვიცი, დეიტა და რაოდენობა. ემოციების ხარისხი, როგორი ემოციებითა ცხოვრობს ადამიანი, ის განსაზღვრავს ამ ადამიანის სიცოცხლის ხარისხს. წერტილი. როდესაც მასის მართვა ხდება, ძალიან ცნობილია ეგა, რაღაცა ახალი მოგონილი არ არის, როცა მასის მართვა ხდება, მაგალითად, რაღაცაზე ფოკუსირებას გიკეთებს, რაღაცა ყურადღებას მიგაქცევინებს რაღაცაზე. იქ გიჩენს შიშს, ხო? რაღაცა პანიკურ შიშს. აღელვება იმატებს, აღელვება იმისა, რომ ვინ უნდა გადაგვარჩინოს. ვინ უნდა გადაგვარჩინოს, ძალიან ცუდად აგვაქვს საქმე. ანუ რა მოვითმინოთ ყველაფერი რომ გადავრჩეთ როგორმე, ან ვიღაცა უნდა მოვიდეს და აი ამ ერთმა ადამიანმა უნდა გადაგვარჩინოს და მე ამისი გამეორება და ყოველი შემდეგი ტალღა უნდა იყოს იმაზე ძლიერი ნეგატიური ვიდრე წინა იყო. და მე იცით რა არის ყველაფერზე გავლენას ახდენს ადამიანი იმდენად მხოლოდ თავდაცვის, არ ვიცი, სულ დაცულ პოზიციაში უნდა ყოფნა, რომ იქ ღირებულებები, ღირსებაც, ზნეობა და თავი რო გადგავს მხრებზე და შენ სხვამ კი არ უნდა გადაგაჩინოს, შენ თვითონ და იაზროვნო, მოიფიქრო და რაღაცა ერთ იდეაზე შეთანხმდე, ეს გვავიწყდება და მე ნებისმიერი ურთიერთობა არის ძალიან არაჯანსაღი. და ვაზროვნებთ ჩვენი პროგრამებიდან დამახსოვრებული იმ ემოციებიდან, რომელიც ანუ გამეორებითი ემოციები, რომელსაც სისტემატურად უგრძნობთ და იქ რაციონალური აზროვნება არ შეგვდის, აი მაგალითად, ხა მიყვარს ხოლმე რაღაცა პრაქტიკული რაღაცების მოტანა, იმიტომ რომ ვიღაცას ენიშნოს და თავისზე დაფიქრდეს. აი მაგალითად, როცა ემპათი მეკითხება, ვიცი, ძალიან განვიცდი
მეორე თქვათ მეგობარს რაღაც შეეშალა, სერიოზულად შეეშალა. იქ იყო უნამუსობაზე ლაპარაკი, ან რაღაცა ღალატი მოხდა, ხო, ოჯახში ვიღაცის მხრიდან, ანუ სერიოზულ უნამუსობაზე და უზნეობაზეა საუბარი, საქციელის თვალსაზრისით, ხო? და მას არაფერი დაუშავებია, მეგობრის ან ოჯახის წევრის მაგიერ მას ცხვენია და არ უნდა რომ მან თავი დამნაშავედ იგრძნოს, რამე უთხრას, რომ თავი დამნაშავედ იგრძნოს და მაშინ რა გამოდის, ესე იგი, შენ გინდა რომ შენს გარშემო იყვნენ სოციოპატები? ანუ ჩვენ თუ დანაშაულის შეგრძნება არა გვაქვს, რაღაცა რაც არასწორად გავაკეთეთ და ყველას გვეშლება და იქიდან უნდა ვისწავლოთ. და ამ დანაშაულის შეგრძნებაზე მინდა რომ ცოტა გავშალოთ თემა. გავშალოთ, ძალიან იმიტომ რომ საინტერესო ძალიან იქნება. მნიშვნელოვანი რაღაც არის და ჩვენ ერს ეგ დაზარალებულ ერს დანაშაულის შეგრძნება, აი სულ მიყვება ფონად, იმიტომ რომ ეგ გლოვას იწვევს, სევდას იწვევს და რასაც გინდა ვაკეთებდეთ, თუნდაც ვისვენებდეთ ყველაფრის ფონად, მაინც ეგ ემოციური მდგომარეობა. ეს რა ემოციური მდგომარეობაა, ქალბატონო ხათუნა, მე ვაკვირდები ზოგიერთ ადამიანს და ალბათ ეს მომენტია, რომ პატიება არ შეუძლიათ და მუდმივად ურჩევნიათ, რომ აი დამნაშავედ გაგრძნობინონ თავი. ავიღოთ იგივე მშობლები, რამდენი მშობელი ახლა ჩვენ ქვეყანაში, რომ და ზოგჯერ შვილები. შვილს ყოველთვის ასე აგრძნობინებენ თავს და შვილი არის ერთგვარი ინვესტიცია, რასაც ჩასძახებ, იმას ამოგძახებს, რა თქმა უნდა, გექცევა შემდგომ ისე, როგორ შენ ექცეოდი. ნუ ახლა გარემოსაც აქვს თავისი გადამწყვეტი ფაქტორი, სად და როგორ იზრდება, სად და როგორ იზრდება, როგორ ყალიბდება ოჯახის მიღმა კიდევ, მაგრამ ფუნდამენტი მაინც ხო ოჯახია. მე უკვირთ მშობლებს, რომ აი მე ესე მეკცევა ჩემი შვილი და ანუ შენ რატო არ იკითხები შენ თავს, იქნებ შენ რაღაც წერტილში დაუშვი ესეთი შეცდომა. ანუ უშვებდი ამას ინტენსიურად. აი მუდმივად თავს რო აგრძნობინებენ შვილებს დამნაშავედ, შვილებს რაღაცას როს თხოვენ. ანუ რაღაც შეუძლებელს ხო არიან ახლა ჩვენ საზოგადოებაში სამწუხაროდ ძალიან ბევრი ესეთი მშობელი. და უკვე ვღებულობთ დისონანსს და ყველაზე ცუდი ახლა დღევანდელ თაობაში, დღევანდელ რეალობაში, ამ ახალ თაობაში უკვე საერთოდ მშობლები, ემიგრანტი მშობლები და ასე ემოციურად გამოცლილი ბავშვები და კიდე მე ერთი თემა მინდა რა შემდგომ დავუბრუნდეთ ამ დანაშაულის თემის შემდგომ დავუბრუნდეთ ამ თემას ერთი კითხვა მაქვს ისევ ემოციების ირგვლივ და მე დაგისვამთ რო არ დამავიწყდეს მაინც გითხარით. კაკი დაიმახსოვრე. ხო ეს დანაშაულის თემა ძალიან ისეთია ჩვენ საზოგადოებაში მივდივართ ამ რაღაცა ჯაჭვს მიუყვებით და ყველა ერთმანეთს ადანაშაულებს. ამ სად უნდა გაწყდეს ეს წერტილი? ამ სხერბლის, რომ სხერბლად ყოველთვის ვიღაცამ არ წარმოგიდგინოს შენ და დამნაშავედ. კი ბატონო, ახლა რაღაცა არასწორი რელიგიური მოსაზრებებით ხშირ შემთხვევაში ერთი და იგივე შეცდომამდის არასწორ გადაწყვეტილებას იღებს ადამიანი. აი განსაკუთრებით დანაშაულის შეგრძნებასთან დაკავშირებით. დიახ. არ ვიცი, ახლა ჩვენ დედამიწაზე იმისთვის არ მოვსულვართ, რომ აქ 5 წუთში სრულყოფილები ვიყოთ და საერთოდ სრულყოფილები დავრჩეთ რა. ანუ სრულყოფილების გზაზე მივდივართ, რომელიც არის, რა ვიცი, ახლა რაღაცა მარადიულად უსასრულო პროცესი და სადღაც უნდა რაღაცა ასაკში რაღაცა სიმართლე ვაღიაროთ, რომ ჩვენ არ ვართ სრულყოფილები და ჩვენი არასრულყოფილობა უნდა მივიღოთ. იქ სადაც შეცდომები გვაქვს დაშვებული, ხა სად იზრდება ადამიანი და სად ჩნდება საჭიროება იმისა, რომ შენ გაიზარდო და რაღაც შეცვალო, ხო? ანუ შენ გუშინ ვინც იყავი და რისიც გჯერო და ის რომ შეიცვალოს და რაღაც აპდეიტი გაუკეთდეს და შემდეგ საფეხურზე გადახვიდე, ან ცოტა მაღალ საფეხურზე, საიდანაც ყოველთვის გადმოსახედი უფრო დიდია და მსოფლმხედველობა გეზრდება, ხო, სიცოცხლის და საკუთარი თავის შეცნობის გზაზე. იქ ყოველთვის უნდა იცოდე, რომ შეცდომები და ცხოვრებისეული გამოწვევები თუ არ იქნა ადამიანის ცხოვრებაში, შენ ვერ განვითარდებ. რა თქმა უნდა. მაგრამ რამდენჯერაც ჩვენ რაღაც შეგვეშლება და გვეშლება, ზოგჯერ დიდი გვეშლება, ხო? განსაკუთრებით ძალიან ახალგაზრდა ასაკში. ზოგჯერ ვიღაცას ვავოლინგებ, ზოგჯერ არასწორი სექსუალური შეხებები ხდება. იცით, ისეთ ადამიანებთან, ან არ ვიცი, რაღაც ამას სპეციალურად ხაზგასმით ვამბობ, ვიცი რა ეპიდემიურია. ეს მდგომარეობა, იცი? და მე გგონია, რომ შენს თავს თუ არ აპატიე და სულ დამნაშავე იყავი და სულ ახსენე ეგ შენს თავს, ეგ იმას ნიშნავს, რომ კარგი პიროვნება ხარ, რომ შენში მორალი არსებობს და სინამდვილეში ეგ არის ეგოიზმი, ეგ არის ამპარტავნობა და ეგ არის უგუნურობა. ანუ სხვებს ყველას აპატიებ ყველაფერს და აი შენ განსაკუთრებული ხარ და შენ შეცდომა არ უნდა მოგსვლო და
როცა სხვათა შორის რელიგიური არასწორი მოსაზრებებიდან გამომდინარე გონიათ რომ თუ სულ დანაშაულის შეგრძნებაში იქნება ადამიანი იმაში მორალი დიდია და კარგი ადამიანი ეგ არის სისულელე შენ არ სწავლობ არ იზრდები არასოდეს არ გექნება თვითდაჯერება არასოდეს არ გექნება მშვიდობა და არასოდეს არ გექნება ის დისციპლინა რომლითაც ქმედებაში უნდა გადახვიდე და შენ ცხოვრების გამოცდილებები უნდა შეიძინო და შენი თავი გამოხატო და რისთვისაც დაიბადე რომ შენს გულში რა ძახილიც არის იმას მოусმინო და გამოიტანო გარეთ თავარი სიტყვა რაც ახსენე მანდ იყო პატიება ნახე პატიება როგორი მნიშვნელოვანი რამეა პატიება უნდა დაიწყო საკუთარი თავიდან რაც ყველაზე სხვის პატიებას ყველაზე რთულია ხომ არა სხვის პატიება შენ ვინ გაკითხებს ან საერთოდ ეგ რას ნიშნავს სხვა საპატიო ანუ იქ საერთოდ რას ნიშნავს რა შენი რაიმე კონტროლი გაქვს იმის დაშვებულ შეცდომებზე ნოლი იქ ვერაფერს ვერ გამოასწორებ იცი კი ბატონო იქ გადაწყვეტილებას მიიღებ იქ ბოდიში როგორ ხდება და რა გულწრფელობით გინდა თუ არა გაგრძელება იმ ურთიერთობის რომელიც გაქვს მაგრამ ეგ მაინც არაფერს არ ნიშნავს მისი შეცდომაა და ისწავლობს იქიდან შენ რა შუაში ხარ საერთოდ ადამიანმა უნდა ისწავლოს საკუთარ თავთან მიდევება იცით რატო არის პატიება მნიშვნელოვანი მნიშვნელოვანზე მნიშვნელოვანი სხვანაირად ვერასოდეს ვერ მიხვდები რა არის სიცოცხლე ცხოვრება ან შენ ვინ ხარ ან ეხლა ესეთი მდგომარეობიდან და ესეთი ემოციური ესეთი ვიწრო ლიმიტირებული მსოფლმხედველობიდან ვისთან ურთიერთობა შეუძლია კაცო ადამიანს პატიება ბადებს საჭიროებას რომ შეიცვალო და უკვე იმ გაჩხერილი კი არჩები მე იმას კი არ ვამბობ რომ დანაშაულის შეგრძნება არ უნდა გქონდეს ეგ იმას ნიშნავს რომ ნამუსი გაქვს რაღაცა ისეთი გააკეთე რომელიც მიუღებელი იყო შენი ზნეობისთვის ხო შენი მორალისთვის იქ გაჩერდები და არჩევანი უნდა გააკეთო და ზუსტად მანდ გაჩნდება საჭიროება იმისა რომ თან გადახედო რა პროგრამა გაქვს ესეთი რა არიგრძენი თავის დროზე რა დაადრგუნე სად გაიყინე რომ შენ მსგავსი რაღაცა იკადრე ხო და იქ ხდება შენი ზრდაც ტრანსფორმაციაც და პატიების გარეშე ეგ არასოდეს არ მოხდება ეგ არის მნიშვნელოვანზე მნიშვნელოვანი უნდა აპატიო საკუთარ თავს უნდა გაიცნო შენში ყველაზე სუსტი რა არის და ეს სამი კითხვა მიყვარს რომელიც მეც მიადვილებს ხოლმე ურთიერთობაში რომ ვიცოდე ვისთან აქვს საქმე და შესაბამისად მე შემიძლია რომ დავეხმარო რაღაც სურათი შევქმნო დავანახო დანარჩენი ადამიანი მოაზროვნე არავის არ სჭირდება შენი სიტყვების და რჩევების პირში ჩადება ხო ყველას ძალიან კარგად შეგვიძლია აზროვნება უბრალოდ ემოციების კორიანტელში ვართ ჩვენ დაბნეულები როგორც ნისლში ისე და სამი კითხვა რომელსაც ვურჩევ რომ თქვენთვის მაინც დაფიქრდეთ. აი ბავშვობაში როგორი გზით ირჩევდი აი რას აკეთებდი იმისთვის რომ მეგობარი შეგეძინა. ძალიან მნიშვნელოვანი ბევრ რაღაცას ამბობს შენზე უკვე. მე იქ დავინახავ შენში რა იყო ძლიერი ან სუსტი მხარეები. ასევე მნიშვნელოვანია როგორ აი რას აკეთებდი იმისთვის რომ გადარჩენილიყავი. ანუ დაცული რო ყოფილიყავი, რას აკეთებდი მაგისთვის. და მე იქ უკვე პეტერნებს ვხედავ, ჩვევებს, ანუ შენ გარბოდი, იბრძოდი და მე ეს ძალიან მიადვილებს. მე ვხვდები ეს აგრესია საიდან მოდის, ხო? სადაც მეუბნები, ფეთქებადი ვარ. ფეთქებადი კი არა ხარ, ეგ არის ძალიან ზედაპირული, არასწორი დახასიათება. უბრალოდ დათრგუნული გაქვს ის ემოციები, ანუ შეჩვეული ხარ სისტემატურად თავდასხმის, ერთადერთი თავდაცვის მეთოდი ეგ იყო შენთვის. და მეტი არაფერი. და კიდევ ერთი კითხვა, რას აკეთებდი იმისთვის, რომ თქვათ დაჯილდოვებულიყავი, არ ვიცი, ოჯახის წევრებისგან რაღაცა მადლიერების ნიშნად, სიყვარულს და აღიარებას როგორ იღებდი? ხო, უფროსებისაგან. ეს ბოლო შეკითხვა, ყველა შეკითხვა უმნიშვნელოვანესია და ძალიან დამაფიქრა. აი ბოლო შეკითხვა. მშობლების არასტაბილური ემოციური ფონი დღეს გაჯილდოებენ, რაღაცა კარგ რაღაცას გეუბნებიან, ხვალ ან სულაც ხვალ არა 2 საათში მშობელი აფეთქდება და რაღაცა ტანტრუმებს გიწყობს და ეს აყალიბებს შენს დოფამინ დამოკიდებულებას. დოფამინის ტენდენციას და აღიარების დოფამინისკენ მიდრეკილებას და აღიარების მოთხოვნილებას. რასაც ისევ და ისევ მე ვამეორებთ პარტნიორულ ურთიერთობებში. ანუ
აი ეს რაღაცა რა მომენტია ეს ტვინისთვის ქალბატონო ხათუნა ანუ მე ისევ ჩარჩენილი ვარ იმ ბავშვობის ტრამვებში რომ დღეს ვიღაცა მაღიარა მე არ მაღიარა ან საერთოდ არ მაღიარებდა არავინ ხო არის ეხა ჩემ თაობაში ძალიან ბევრია 90-იანელებში რომ საერთოდ ვინ გვაღიარებდა მაგის დროის მაგრამ სკოლაში მე ხაღიარებები არ მაყდა ასე თუ ისე ყოველთვის ვიყავი ასე თუ ისე ლიდერულ პოზიციებში, მაგრამ ძალიან ბევრი ადამიანი ჩემს ირგვლივ და ზოგადად ამ საზოგადოებაში, რომ საერთოდ ვინ გვაღიარებდა და მე ვაწყდები ამას ადამიანებთან ურთიერთობაში, რომ თუნდაც ჩემს სტუდენტებთან ურთიერთობაში მე მათ რომ აღიარებდი, მე მათ რომ შევაქებდი, არა დაუმსახურებლად, მაგრამ აი პატარ-პატარა ნაბიჯებს რომ ვუქებდი, მათთვის ეს იყო დისონანსი და ყველა ასაკის ადამიანში, იმიტომ რომ მე აკადემიაში ვმუშაობდი და იქ ყავდა ყველა ასაკის ადამიანი, ანუ პროფესიულ ინგლისურს და მენეჯმენტს ვკითხულობდი კი და ანუ მაშინ მივხვდი რომ ჩვენ საზოგადოებას სერიოზულად უჭირს აღიარებები, ანუ კრიტიკა არ უჭირს, უფრო დაგამცირებს, мотиваციას დაგიგდებს, გაგაკრიტიკებს, თვითონ არის ესეთი ალბათ საკუთარ თავთან მიმართებაში და უკმარობის გრძნობა აქვს საკუთარ თავთან მიმართებაში, მაგრამ იმანში რომ გაღიაროს ალბათ ძალიან გამოღვიძებული უნდა იყოს. და ეს დაკვირვების პროცესი მიყვავს, მივდივართ იქამდე რომ ანუ ურთიერთობებშიც მეორდება. მე როგორც მშობლები აბა შვილებთან ვამეორებთ ბავშვებს, ჩვენც კი ვაკომპლექსებთ. და ნუ წარსულში ეს მშობლებთან ეს იმ დროს რაღაცა მშობელმა არასწორი ემოციები და ემოციური რეაქციები რომ მოგცა, ჩვენც გვიჭირს მშობლებთან ურთიერთობა, რაც არ უნდა ეცადოს შვილი მშობელთან და რაც არ უნდა ხარ რელიგიური ფონი რომ პატივი ეცით დედასა და მამასა შენსა, პატივისცემა ერთია, მაგრამ სიყვარული ცოტა ისეთი თემაა, რომ მე ბევრი ადამიანი ვიცი, რომ აი ვერ უგებენ, შეიძლება რაღაც დონეზე უყვართ ან არ უყვართ მშობლები, მაგრამ მაინც პატივს ცემენ. პატივი უნდა სცე ყოველთვის ყველა ადამიანს, მაგრამ აი სიყვარულს მაინც ალბათ უფრო ემოციური ფონი აპირობებს, სწორად გაცემული ემოციები. და ყოველთვის რაღაც ზღვარი სიყვარულსა და სიძულვილს შორის არის ყოველთვის ძალიან ვიწრო, ძალიან ერთი ნაბიჯიც არ არის ალბათ, იმდენად მოკლეა ეს ნაბიჯი და ჩემი მომდევნო შეკითხვაც ამის ირგვლივ იქნება, უბრალოდ ამის შესახებ თქვენი მოსაზრება იქნება ძალიან საინტერესო. ეს არასწორი ემოციის არასწორი მიწოდება და იგივე დოფამინი ბავშვობიდან რაც იწყება და შემდგომ ხდება ადამიანი დოფამინ დამოკიდებული. მშობელმა რაც არ იცის, იმას ვერ გააკეთებს და ვიცი, რაც არ გაგოჩნია, იმას სხვას როგორ მივცემთ, როგორც გინდა გვიყვარდეს. მან სიყვარულის დეფიციტზე კი არ არის ლაპარაკი. მან არის არ ვიცი, გაგების და ცნობიერების დეფიციტზე. მეტი არ გვესმის და ვერ ვაკეთებთ მეც, ხო? მაინც უფრო ჩახშობილი ემოციები. პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყანა რა თქმა უნდა, საბჭოთა სივრცის სკოლაში რა ხდებოდა? დიდი ჯოხით ეს მასწავლებლები ბავშვებთან, ნუ აი ცემაც კი სკოლაში დაშვებული იყო. და რომელ მასწავლებლებს აღიარებდნენ მშობლები, ყველაზე მკაცრს. ხო, და ჩახშობილი ემოცია იწვევს ნუ მშობლის ჩვეულებრივ ქცევას, შემდგომ შვილებთან იგივე ქცევის პროექცირება ხდებოდა. ეს არის საზოგადოება, რომელიც ბოლომდის თავისი ყურადღებით და ენერგიით არის გარეთ და დამოკიდებული 100%-ით საზოგადოებაზე. ჩვენ იცით რა გვავიწყდება და ზუსტად დღევანდელი თემა ბოლომდის მაგას ეხმაურება და მაგ მიზნით სხვა რო არაფერი გავაჟღეროთ, ეს მაინც უნდა გავაჟღეროთ. ისევ და ისევ. ჩვენ არ მოვდივართ დედამიწაზე იმისთვის, რომ ვინმე გვაღიაროს. სანამ შენი გჭირდება რომ ვინმე გაღიაროს. წარმოგიდგენია, როცა დამოკიდებული ხარ, რომ რაღაცა შენი თვით დაჯერება, დამოკიდებული იყოს სხვისგან წამოსული აღიარებით. ნუ ახლა ეგ თუ არ არის ნებაყოფლობითი მათხოვრობა, აბა სხვა რა არის. ეგ არის ძალიან ღრმა ემოციური მათხოვრობა და დამოკიდებულება. მაგრამ აქაც ზომიერება. მე ვიცი ადამიანები, ანუ ძალიან სწორად რო შეაქებ და სწორ რაღაცას რო ეტყვი, პირიქით კომპლექსიც მინახავს, რომ ანუ რაღაცა მეორე უკიდურესობაში ვარდება, ეს კიდე ცალკე საშინელება, აი რაღაცა ბალანსის დაჭერა რო არ შეუძლია ადამიანს. იმიტომ რომ საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე ერთ-ერთი გავრცელებული სტერეოტიპური მოსაზრება, რომელიც ყველა ოჯახში იყო და ამ ტელევიზიით, არ ვიცი, ვრცელდებოდა, იყო ასეთი, რომ არ უნდა შეაქო
იმიტომ რომ თავში აუვარდება და ამპარტავანი იქნება. და მეც რომ მესაუბრები ხოლმე რაღაცას, ვაი მეც თავში არ ამივარდეს და რაღაცა იცი ამპარტავნობაში არ ჩამომართვაც და ვეუბნები, როცა საკუთარ თავს ახასიათებ, იცი ადამიანმა უნდა იცოდეს რა არის მასში გაცნობიერებული ძლიერი მხარეები. თუ შენ ეგ არ იცი, რთულ სიტუაციებში რას უნდა დაეყრდნო? აი ვინმე მითხრას, აი რა არის ის ბექგრაუნდი, რასაც უნდა დაეყრდნო? შენ უნდა იცოდეს შენში ძლიერი მხარეები. თემას უნდა ეყრდნობო და იმიტომ რომ იქ რო ორი ფეხით დადგები, პანიკა არ გექნება, დაწყნარდები და დაინახავ. და მე იმას მიხედავ, ხო? ნამდვილად. ჩვენ აქ იმიტომ ვართ, რომ საკუთარი თავი შევიცნოთ და სიყვარული ვისწავლოთ ისევ და ისევ ვიმეორებ და არა იმიტომ რომ ვიღაცამ გვაღიაროს. თავდაჯერებულობა არ მოდის იქიდან, რამდენიც გინდა რაღაც ესე ტრენინგები ჩაგვიტარონ, როგორი საქციელი გექნება და რამდენად გაღიარებ. ეგ არის იდიოტების საქმე. თავდაჯერებულობა არის შენი დამოკიდებულება სიცოცხლესთან, როგორი მსოფხედველობა გაქვს. თავდაჯერებული ხარ მაშინ, შენ აქ იმიტომ ხარ, რომ შენი საერთოდ სრულყოფილებისკენ გზა არის, ჭეშმარიტებისკენ გზა. შენ უნდა სისტემატიურად ეძებდე სიმართლეს ყველაფერში. განსაკუთრებით საკუთარ სიმართლეს. ეხლა მე არ გეუბნები რაღაცა ყველაფერს თავისი მეორე მხარე უჩდება და გადახრები ხდება. ეხლა ვიღაცა იდიოტსაც ესა გონია თავისი სუბიექტური მოსაზრება სიმართლე, მაგრამ მე აქ ლაპარაკი მაქვს თუ ესეთი კარგი სიმართლე გაქვს, შენი ცხოვრება მაგ სიმართლიდან. მე აქ ლაპარაკი არ მაქვს რომ ვიღაცეებს უმტკიცო ის შენი სიმართლე, მაგრამ შენი კანონებით და შენი სიმართლით შენ უნდა იცხოვრო და მაგიტომ ხარ აქ. თუ შენ საზოგადოებას და გარე სამყაროში რაც არის მიღებული, აღიარების გამო ყველაფერზე დაექვემდებარები, ეგ არის გარანტია საკუთარი თავის დაკარგვის და აცდენა ჭეშმარიტების გზიდან. მაგრამ შენ თუ მზადა ხარ ორი რაღაცისთვის, აი აღიარო რომ მე არა ვარ განსაკუთრებული. არავის აღიარება არ მჭირდება შესაბამისად და მე უნდა მზად ვიყო საზოგადოებისაგან ჭრილობა მევიღო. იმიტომ რომ მსგავსი მსგავს შეიცნობს და მხოლოდ ის გაღიარებს. აი, როცა მე შენში რაღაცას დავინახავ, ორ ადამიანს ბოლომდის ერთმანეთი არ გაუცნია, ეგ ჩემი საქმე არ არის შენ ვინა ხარ. იმიტომ გითხარ შენ ჩემზე ლამაზი ისტორია გაქვს, მაგრამ შენ ხომ არ იცი მე ვინა ვარ ბოლომდის, ხო? არც არასოდეს არ გეცოდინება, ისევ როგორც მე შენზე. მაგრამ ჩვენ შეგვიძლია მომენტში ისეთი რაღაცა დავინახოთ, როცა შენში რაღაცა ღირებულებიდან რაღაც მოხდება სიტყვა თუ საქმე. მე იმას რომ დავინახავ, ჩემში ეს აღფრთოვანებას იწვევს. შენ რა? როგორც გინდა გითხრა და გამოვხატო მე ეს. ფაქტიურად ჩემში რაც მოხდა, ის არის მნიშვნელოვანი და არა ეხლა შენს ეგოს რაღაცა მოვუქონო და იდენტიფიკაცია გაგიმაგრო, ხო, მანდ? ან რაში გჭირდება, როცა ადამიანმა თავისი სიმართლე იცის და პროგრამიდან კი არ ცხოვრობს რაღაცა დამახსოვრებული ერთი და იგივე ემოციური მდგომარეობიდან. ნახე, ერთი და იგივე ჩვევებიდან და ჩვევა ჯურზე უმტკიცესი. არა, ყოველ მომენტში ვტეხავ იმ ჩვევას. ყოველ მომენტში ჩემი თავის პატივისცემიდან, ხო, არჩევანს ვაკეთებ და მან ესეთ ადამიანს აღარ სჭირდება აღიარება. თუმცა შენ რაზეც ლაპარაკობ, რომელშიც ბოლომდის გეთანხმები და კითხვა იყო მრავალწახნაგოვანი და ძალიან მნიშვნელოვანი, აღიარება და სიყვარული უანგარო ვისაც სჭირდება, ეს არის ბავშვი. ეს არის ბავშვი. იმიტომ მე რა შემჭირდება სხვისი აღიარება. მაგრამ ბავშვს სჭირდება ის, იმიტომ რომ მას არ აქვს ის სკილები, ის მექანიზმი ჩამოყალიბებული, ის არ არის დამთავრებული, რომ ის გაჩერდეს, კონფრონტაცია გაუკეთოს, ყველაფერს შეფასება მისცეს, თავისი გადაწყვეტილება მიიღოს და თავისი სიმართლიდან იცხოვროს. ეს ბავშვს არ შეუძლია. ის დამოკიდებულია ზდადასრულებულ ადამიანებზე, რომლითაც ბოლომდის სჯერა. და ბავშვები ხშირ შემთხვევაში იტყუილებიან, იმიტომ კი არა, რომ მატყუარები არიან და ცუდი ბავშვები არიან. იმიტომ რომ აღიარება უნდათ მშობლისგან, იმიტომ რომ საკუთარ თავს ვერ უტყდებიან, რომ რაღაცა ასაკთან დაკავშირებით რაღაცები გართულდა, იქ სწავლასთან თუ ურთიერთობებთან და იქ სამეგობროში, ხო და იმას ნახე, რეპუტაციას იცავს მისი ნერვული სისტემა, რომ გონია რომ წინა წელს ესე სწავლობდა და რაღაცა რეპუტაცია შეექმნა ოჯახში. ეხლა არ უნდა აი ამ იდენტიფიკაციის დარღვევა და იტყუილება. იტყუილება შენ კი არ გატყუილებს თავის თავს ატყუილებს, მაგრამ
ყველაზე მეტად რაც მინდოდა შენს კითხვასთან დაკავშირებით, რომ ერთი ეს რა ქვია, რჩევა გავაჟღერო, ესეთი იქნება. მშობლობა არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ყველაფერი ვიცით. მშობლობა არ ნიშნავს იმას, რომ სულიერი მოძღვარიც ვარ, ფსიქოლოგიც ვარ, ფეხბურთის კოუჩიც ვარ და ასე შემდეგ. მშობლობა ნიშნავს იმას, რომ მიყვარხარ უანგაროდ, კარგი მენეჯერი ვარ, შენთან ერთად ვიზრდები და საჭირო ადგილას საჭირო ადამიანი შემომყავს ფრთხილად პასუხისმგებლობით, რომელიც დამეხმარება შენს აღზრდაში. დღევანდელ ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვის განსაკუთრებული ემოციური მოვლენა როცა ხდება სამეგობროში თუ სწავლასთან დაკავშირებით თუ ოჯახში, ურთიერთობებში, აუცილებელია მშობელმა შემოიყვანოს კომპეტენტური ადამიანი, ნეიტრალური ადამიანი, რომელიც ბავშვს აუხსნის, რას გამოაკეთებს, გესმის? ბავშვს თავის თავზე რაღაცა ისტორიები აქვს, რომელიც არის 100%-იანი ტყუილი უმეტეს შემთხვევაში. და იმას იმახსოვრებს მისი სხეულიც და მისი ტვინის ცენტრებიც, რომელთანაც ემოციური პროცესირება ხდება, გესმის? და მე ეს რაღაცა ესეთი ზურგჩანთასავით მოკიდებული მთელი ცხოვრება მივატარებ და ერთი და იგივე წინადადებას ვამბობ. ეს რა ქვია, მე რაში მჭირდება ფსიქოლოგი? გვჭირდება. თან როგორ? ხო. თან როგორ? აი ეს ტრამვები, ბავშვობიდან დაწყებული ტრამვების ემოციური გამოცდილება, რასაც ბავშვები ღებულობენ ოჯახიდან და განსაკუთრებით ეს ტენდენცია შეიმჩნევა მამაკაცებში. ალბათ მშობლებთან დაულაგებელი ურთიერთობა. არასწორი ეს დოფამინის არასწორი მიწოდება, შექების, აღიარების, თუნდაც სითბოს, სიყვარულის და ასე შემდეგ. ალბათ ამან განაპირობა ნაწილობრივ მაინც ჩვენ საზოგადოებაში სხვადასხვა საშუალებებზე დამოკიდებულება. თქვენ რა სიტყვით, მე ვფიქრობ რა ის დასკვნაც არსებობს ასეთი ზოგადად, რომ შენ როცა იმ ემოციას ვერ იღებ, თუნდაც თინეიჯერობის დროს, ან მანამდე, ან ზოგადად საბოლოო ჯამში მშობლისგან, ან გარშემო მყოფებისგან, შენ ამ ემოციას ეძებს სხვაგან, ამ კმაყოფილებას ეძებს სხვაგან, სიმშვიდეს ეძებს სხვაგან. როცა ამას ადამიანებში ვერ პოულობ, ან რაღაცა ღერძი არ გაქვს საკუთარ თავში, ან ისეთი თუნდაც ერთი ისეთი ჰობი არ გაქვს, ან რაღაც ერთი გასაქცევი არ გაქვს, ხო? ყველას გვაქვს რაღაც ესკეიპისტური არსენალი. ყველას რაღაცა გვაქვს, მაგრამ ხო არიან ადამიანები, რომელთაც ეს ღერძი არ აქვს და არიციან სად როგორ გაიქცნენ, გარბიან სხვადასხვა საშუალებებში. ალბათ ერთი მხრივ შედარებით ახალგაზრდა ასაკში ამ დამოკიდებულებებს აპირობებს ეს. ნარკოტიკი, მოსაწევი, დასალევი და 1000 რაღაცა. ნახე, ისე რო არ გამოგვივიდეს ახლა ჩვენ რომ მშობლებისკენ თითი ვიშვიროთ ყოველ წამს, ის მშობლებიც ბავშვები იყვნენ და მათთვისაც არავის არ უსწავლებიათ. ახლა რა ვქნათ, ვერ გავიგე. ის ურჩევია მამულსა, რომ შვილი ჯობდეს მამას. ახლა დადექი და რაღაცა 21 წლის ასაკის შემდეგ, აი 28 წლამდე ნებისმიერ ადამიანს აქვს ესეთი პერიოდი ექსპერიმენტების ცხოვრებაში, რომ შენი თავი იბოვნო. განასამუშაო, საიდანაც დიდი შემოსავალი გექნება და მნიშვნელოვანი და დაცული იქნები. შენი თავი რო იპოვო, ხო? და შესაბამისად ის საქმე რისი კეთებაც გინდა საზოგადოებაში, როგორც მოქალაქეს. ერთის მხრივ, რომ მშობლებიც არაკომპეტენტურები იყვნენ აღზრდის მეთოდებში და ემოციურად ვერ განვითარდით, იმიტომ რომ ემოციური კონტაქტები არ შედგა სწორედ და ხშირ შემთხვევაში დოპამინის რაღაცა მოგცეს, მე მოგოშორეს, კი არა, საერთოდ არ გვაძლევენ არასდროს. და ბავშვები მთლიანად მშივრები არიან აღიარებაში და სიყვარულში, ხო? ეს უფრო ხშირად ხდება. მერე ასეთი ადამიანი თავის თავსაც არ აძლევს უფლებას, რომ ამდენის, ნახე, მერე გადადიხარ, როგორც დედინაცვლის ხელში ცხოვრება უფრო დიდი დედაა, ვიდრე ბიოლოგიური დედა. მერე ის გაძლევს ისეთ ცხოვრებისეულ სცენარებს, სადაც შენ თვითონ უნდა რაღაცეებს დააგვერდე და თავად უნდა ისწავლო. ისედაც და ესედაც როგორც გინდა ფანტასტიკური ოჯახიდან მოდიოდე და ძალიან კარგი მშობლები ყავდეს, სწორედ განვითარებული. ნებისმიერ ადამიანს მაინც სჭირდება რომ თვითონ დაიბადოს მეორედ. დამახსოვრებული კარგი პროგრამა კი არ უნდა იყო. შენ უნდა ის ცხოვრება მაინც დაგანგრევს სადღაც. იმისთვის რომ შენ თვითონ უნდა ჩამოყალიბდე სიმართლეს როგორ
ხედავ და იმ სიმართლიდან როგორ ბედავ შენი თავის პრეზენტაციას და ქმედებას. გისმის? მაგრამ ამასაც გამბედაობა უნდა. ყველაფერს გამბედაობა გამბედაობა. ყველა ადამიანს არა აქვს. well, ზოგს ისედაც და დამატებითი ისედაც საშუალებები აქვს. ჭირდება ამ გამბედაობისგან. ჩვენი საზოგადოება მაინც უფრო მიმბაძველი საზოგადოებაა, კი. იმიტომ რომ ჩვენ ლიდერს ვიღაცა სადღაც უყურებთ. მიმბაძველობა მაგრამ, ეგოს სჭირდება, იმიტომ რომ ყველაფერი ხმარდება იმას, რომ დაცული იყოს. იმიტომ ვბაძავთ, აი რატო ვბაძავ? ეხლა თუ მაგალითად პატარა ბიჭი ბაძავს დიდ კრიმინალს იქ ქუჩაში, როცა დიდი ასაკის, ხო? კრიმინალურ უფროს ბიჭს. რატო ბაძავს? ნახე, ხედავს რომ ის აღიარებულია და თუ ის ზუსტად ისე მოიქცევა, მას არ დასცინებენ და მის კოპირებას აკეთებს. მაგიტომ ბაძავს, ანუ დაცულ მდგომარეობას ეძებს, ხო? დაცინული რო არ იყოს. და იმიტომ გითხარი, ორი რამე უნდა მიიღო გადაწყვეტილება გარკვეულ ასაკში. უნდა გეტკინოს საზოგადოებისგან. და იმაგაში თავაწეული თუ თავდახრილმა, უნდა გაიარო და შენს თავს უნდა შეპირა. ნებისმიერ დერეფანში გავივლი და ვიგრძნო ბოლომდე. მაგრამ არავის არ მივცემ ძალაუფლებას, მაიძულოს ის ვიგრძნო, რაც მათ უნდათ. იმას ვიგრძნობ, რაც მე მინდა და მაინც იმას ვიპოვე, რაც მე მინდა. მე სიმართლეს ვეძებ. აქ იმისთვის არა ვარ მოსული, რომ ახლა აი მათ ისინი ვუყმევო წინ ისა რა ქვია საკმეველი, ხო? ჩვენ გვჭირდება საკუთარ თავში შეტრიალება. ნახე, ემოციური ვალები როცა გვაქვს დაგროვილი, აი მაგალითად ემოციური ვალი აქვს, აი მაგალითად ბავშვს ბიჭს, მოდი რადგანაც ბიჭებზე ვლაპარაკობდით, რომ ედინქციაზე მიდის საქმე, მაქედან გავაშუქოთ ესეთი კონკრეტული სიტუაცია. თქვათ ბულინგის მსხვერპლია სკოლაში. ბავშვი, რომელიც უფრო მოსიყვარულეა და უფრო მეტი სიყვარული და ემოცია შეუძლია, ის უფრო გრძნობიარეა და მისთვის მიუღებელია ძალადობა. ის ვინც გაბულინგებს, ის შენზე სუსტია. სუსტის გარდა ახლა ვის უნდა სხვისი, ისა რა ქვია, დამტკიცება იმისა, რომ ძლიერია, ხო? უსუსურია და მაგიტომ ცდილობს, სახლიდან მოაქვს და მე ჯაჭვისებურად გადასცემს, ხო, რომ დაამტკიცოს, რომ სადღაც თვითონ არის ძლიერი. ეს ბავშვმა სრულებითაც არ იცის. და როცა მას გვერდით არ უდგება ოჯახი, ხო? ნახე, მისი ემოციური ვალი როგორი ხდება, იცი? იყინება. ანუ სისტემატიური გაქცევა და რომ არ ეგძნოს ის ტკივილი, რომ მე ვარ მშიშარა, ის უჩნდება, რა ქვია, რწმენის სისტემა. ამ დროს, რა ვიცი, ეგ არის ადეკვატური ემოციური რეაქცია, შენ 6 ბიჭი მოგდეს რო გცემო და უნდა გაიქცი, აბა რა უნდა ქნა ვერ გავიგე. მან უფროსის ჩარევა აუცილებელი. 6 წლის და 7 წლის და 10 წლის ბიჭი თავს ვერ დაიცავს, მან არ იცის როგორ მოიქცეს. არც მეორე მხარემ არ იცის სწორედ რომ არ იქცევა და იქ არავინ არ ჩდება სწორი ადამიანი, რომელიც მაგას აუხსნის. გესმით? აი როცა გაყინვა ხდება, ეგ არის ემოციური ვალი, რომელზეც დღეს ვსაუბრობთ. ემოციურ ვალს არაჩვეულებრივად მუშაობს, როცა ვიყუჩებთ. არაჩვეულებრივად, ანუ რეაქციას ვტოვებთ რეაქციის კიდე უფრო ღრმა ფორმაში, იქ რეაგირება არასოდეს არ ხდება. არ ვიღვიძებთ, რომ ერთხელ მაინც გადავხედო, იქნება ჭკვიანური იყო ის გაქცევა. იქნება ეგ შიშიდან კი არა, სწორი გადაწყვეტილება იყო, რომ მე ვიღაცა კრიმინალ ბიჭებს არ ავყევი და იმათ გვერდზე არ დავდექი. იქნება ეგ შენი კეთილგონიერება იყო და არა მშიშარობა და ლაჩრობა, ხო? ჩვენ მას ვიყუჩებთ. გაყინვას გაყუჩება სჭირდება, ვის გაქცევას მიჩვეულია გაყუჩება სჭირდება, ვინც სისტემატიურად, აი სისტემატიური დახმარებაც კი გაყუჩების ფორმა, ის პერფორმენსიც გაყუჩების ფორმა, რომელზეც სულ ვიყუჩებთ იმას, რაც ვერ მივიღეთ ბავშვობაში, გესმის? ის სადაც ჩამოგვიყალიბდა არასწორი დაჯერების სისტემა, სადაც ჩვენ საკუთარ თავს დავუპირისპირდით და როცა შენს თავთან ხარ დაპირისპირებული, მთელ სამყაროსთან ხარ დაპირისპირებული. იმიტომ რომ ესე მუშაობს ეს მექანიზმი, თუ მე ვარ არასაკმარისი, ურთიერთობები არასაკმარისია, ცხოვრება არასაკმარისია, ყველა მოვლენა არასაკმარისია და ღმერთიც არასაკმარისია, ვრცელდება აბსოლუტურად, ყველაფერზე აირეკლება, ხო? ამიტომ ჩვენ მაგას რომ ვიყუჩებთ მასეთი ედინქციებით. ედინქცია მარტო ნარკოტიკი კი არ არის. ედინქცია დახმარებაა, სისტემატიური საჭიროება, რომ როგორ მინდა რომ საჭირო ვიყო. ესეც ედინქციაა. Overthinking-ი ედინქცია, ზედმეტი მუშაობა ედინქცია, ყველაფერი ედინქცია. და რა არის რისგან არის ეს გამოწვეული, ზედაპირზე ჩნდება ესე შედეგად, მაგრამ მაგისი ფესვი რა არის? ის არნაგრძნობი ემოცია, რომელშიც ვერ გავერკვიეთ. ნამდვილად.
შეიძლება ერთი მაგალითი მოვიყვანო, რომ რა თქმა ვინმესთვის უნდა. არ ვიცი, იქნებს სკოლის მოსწავლისთვის ან მასწავლებლისთვის ან მშობლისთვის რაღაცის მანიშნებელი იყოს. აი მაგალითად ეხლა ბულინგის ხარისხი გაზრდილია ძალიან და ეს არ არის მარტო საქართველოში, თუმცა ჩვენთან ეს არ ვიცი, ფსიქოლოგიური ატმოსფერო ძალიან არაჯანსაღი გვაქვს და ძალიან მძიმე და ეს ბავშვებისთვის კიდევ უფრო რთული ხდება. კი. აი მაგალითად გოგონას აქვს ოდნავ ჭარბი-წონა. ამით ხო არავის არაფერი არ უშავდება, ხო? არავის არასდროს არაფერი არ დააკლდება იმისთვის, რომ თქვათ, ბავშვს აქვს რამოდენიმე 5 კილოთი მეტი, 7. როდესაც ვიღაცასთან ერთად იზრდები და ის ბიჭი გვერდითა მერხიდან შენ გესვრის ფურცელს, სადაც არ ვიცი, ძროხა ყავს დახატული და შენი სახელი აწერია. და თან იცინის. და შენი ადეკვატური რეაქცია, შენი ნერვული სისტემას, რომელსაც აი ეს რეაქციები აქვს, ანუ და თავდაცვის რეაქცია, ყველაზე სწრაფი, ხო? ან გარბი ხარ, ან ჩხუბობ, ან ბრაზობ, ან ტირი ხარ, ან მსხვერპლი ხარ, გესმის, ან იყინები, ხო? არც ერთს არ აკეთებ და რომ არ შეიმჩნიო გაბრაზება, სინამდვილეში უნდა გაბრაზდე, ან გეტკინოს, ხო? ტირილიც ადეკვატური ემოციური რეაქცია და გაბრაზებაც. ეხლა იმას როგორ გამოხატავ მე, ხო, იმ პასიურ თუ იმას, რა ქვია, გაბრაზებას. ეგ სხვა თემაა, მაგას კიდე სწავლება სჭირდება ბავშვმა თავისი სიმართლე როგორ თქოს, მაგრამ როცა ეს გოგონა იცინის ტირილის მაგიერ, გესმის იმის საწინააღმდეგო და გონია რომ დაცულია ამ დროს, რომ იმას არ აჩვენებს, რომ ეტკინა, სინამდვილეში გეტკინა რომელია. ვისთანაც იზრდები რომ გიყვარს და თანაც ბიჭი რომელმაც უნდა დაგიცვას სხვებისგან, ის თავს გესხმის ყველაზე არაჯანსაღი ფსიქიკიდან. აი, ვინმე მხარი ელემენტარული კითხვა ხო უნდა დაუსვა, ბავშვებთან სწორი კითხვები არის ყველაზე სწორი არჩევანი. იცი, შენ რომ ვინც უნდა დაიცვა და გიყვარდეს, იმას რომ გამიზნულად სტკენ გულს და გიხარია. ეს არის არაჯანსაღი ფსიქიკა. თუ ვინმე ცხოველთან ახლოს არის მიახლოვებული, პირველი შენ ახარ. რაღაცინებს. რა თქმა უნდა. ხო? მაგრამ ის ბავშვი, რომლის ფსიქიკა ეჩვევა ესეთ არასწორ განცდას, ხო? ვერ გაბედა რომ მეტი რა გაბრაზებულიყო და გაიცინა, რომელიც არის აბსოლუტური არაადეკვატურობა. იცით რომ მაგას იმახსოვრებს ნერვული სისტემა? ქოცნობიერში გადადის და მე ტრაუმა. ეს ბავშვებს კი პოსტტრაუმული ის არის მომენტია ეს და მე ჩნდება იქ OCD და 1000 აკვიატებული ფიქრები, რომელიც არის ისეთი არაადეკვატური, რაღაცა ის სისულელეების ეშინიათ, რომელიც რეალობაში არ არსებობს. მსგავსი რამე, რაც არ არსებობს იმისი რო გეშინია, ზუსტად აი ეს ერთი მომენტი იწვევს. მაგრამ ნერვული სისტემა როგორი გვაქვს იცი ჩვენ? თუ ჩვენ ვიგრძნობთ და გავბედავთ, აი სადაც გასაბრაზებელია გაბრაზდე. გესმის? ეხლა რა თქმა უნდა ყველაფერს სწავლა სჭირდება, როგორ გამოხატო, როგორ ისაუბრო. აქ ლაპარაკი არ მაქვს ოსტატის დონეზე. ანუ შენ ეხლა იმ ემოციებითაც მეორე უკიდურესობაში არ უნდა გადახვიდე, რომ მთლად გიჟი გახდე, ხო? იმ სიბრაზეს როგორ შეუერთო და უკავშირო რაციონალური აზროვნება, სწორი შეფასება და სწორედ თქმა, ხო? და თუ საჭიროა მეტიც. როცა საჭიროა სადღაც ომია საჭირო, იცი? და ის უნდა გაბედო. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ ადამიანი ამას არ აკეთებს, ერთხელ მაინც არ გააკეთა. ნერვული სისტემა სულ გაშორებს მაგ კონფრონტაციისგან, რომ დაცული ხავდე. მაგრამ თუ გაბედე, ნერვული სისტემა ესეა, იმაზე აღარ არის ჩამოკიდებული და იქ შიშის რაღაცა კაფსულაში აღარ გამყოფებს, გესმის? მოსულა, რომ ვიგრძნოთ ის, რასაც გვგრძნობთ და ჩვენი მაქსიმუმი გავაკეთოთ და თავად ვისწავლოთ ჩვენი შეცდომებიდან. ეს გამბედაობაც მოდის თავდაჯერებულობიდან, ხო? ეს თავდაჯერებულობა როგორ უნდა ისწავლოს ადამიანმა? ანუ ბევრს არა აქვს და ერთხელ წლების წინ წავიკითხე ესეთი ციტატა Instagram-ზე თუ არ ვცდები, ესეთი გვერდები მაქვს გამოწერილი, რაც მე სხვა შორის ძალიან დამეხმარა, ბევრ რაღაცის გაცნობიერებაში, რომ self-confidence is superpower. Once you start believing in yourself, miracles start happening. როცა დაიწყებ საკუთარი თავის დაჯერებას, სასწაულები ხდება.
ეს თავდაჯერება, როგორ უნდა მოიპოვონ ადამიანებმა თავდაჯერება და როგორ უნდა დაიწყონ ზოგადად ეს პროცესი საკუთარ თავში. თავდაჯერებული არის ადამიანი, რომელიც ძალიან კარგად რო იქცევა და ყველაფერი რაც მიღებულია, ყველა სკილით, ყველა იმითი მისწვდა და აი, ნახე, ყველაფერი შეძლო და თავდაჯერებულია. თავდაჯერებულება საქციელთან საერთოდ არაფერ შუაში არ არის. თავდაჯერებული იქნები ერთ შემთხვევაში, როცა ყოველ დღე შეახსენებ შენს თავს, ვისი ხმარი ყველაზე მნიშვნელოვანი და შეფასება. როცა შემფასებელი და დადასრულებულ ასაკში ხდები შენ და რასაც აკეთებ შენი თავის პატივისცემიდან და რაც შენთვის მიუღებელია იმას იკვლევ რატო შეგეშალა და სწორი რა იქნებოდა და შენი სიმართლიდან ცხოვრობ. შენი სიმართლიდან გაცნობიერებულად როცა ცხოვრობ, მან რანაირად იქნები დაბნეული, მან რანაირად გადახვალ სხვის მოსაზრებებზე, სხვის მოსაზრებებს მოусმე, ისევ პაუზას აიღებ და თავი მხრებზე იმიტომ გადგია, რომ ბოლო სიტყვა ყოველთვის შენი უნდა იყოს. მარტო ის ადამიანია თავდაჯერებული, რომელიც საკუთარ თავში პოულობს სიმართლეს და გაცნობიერებულად აკეთებს იმას, რასაც აკეთებს. ეს არის თავდაჯერებულობა. სხვანაირი თავდაჯერებულობა, იმიტომ რომ ჩეკ, იმას მივაღწიე, მოტოზე ვზივარ, რაღაცა 3 ენა ვიცი თუ 5 ენა, ეხლა იქაც გამოჩდი, აქაც რაღაცა public speaker, აქ ყველაფერი სისულელეა. კი. ეგრეა. პერფორმანსი შეიძლება გამოგივიდეს, მაგრამ ეხლა სად იტყუილებ შენს თავს? სისტემატიურად არასოდეს მშვიდობა არ გაქვს. არასდროს. და არასოდეს achiever ვინც არიან აი ეს პერფორმანსი რა უყვართ, ხო? იცით რომ ყველაზე ძლიერი განცდა მათში რაც არის, ეს არის რომ არასდროს საკმარისები არ არიან. კი, ტრამვა. ჩვეულებრივი ტრამვა. და ტრამვები საიდან გაუთვალისწინებლობა სხვა ადამიანის ზოგადად ახლა რაც უფრო ცოტა ასაკი მემატება, მიჭერს მსგავს ადამიანებთან ურთიერთობა და არ ვჩხუბობ, არ ვდავობ არაფერი, გავდივარ 7 წყნარ დისტანციაზე, იმიტომ რომ ჩხუბით რაღაცებით ადამიანს ვერაფერს ვერ აუხსნი, არის წერტილი, ადამიანი თვითონ უნდა მიხვდეს და თავის ქცევის ანალიზი თვითონ დაიწყოს. აი, როცა ამას არ იწყებს ადამიანი და მუდმივად მე ვარ მართალი, მე და ეს ეგოს ცენტრი, ყოველთვის საკუთარი თავია და ხდება ეგოცენტრული და არის ეგოცენტრული, აზრი არ აქვს ასეთ ადამიანებთან. ნუ რაღაცა წერტილი ხორი ადამიანმა რომ საკუთარ თავს ყველამ ვიცი ჩვენი თავი, ხო ესეა. მე ხო ვიცი სად ვაშავებ, ვისთან რას როგორ ვამბობ და როგორ ვაშავებ. მაგრამ ეს მომენტი აქვს ალბათ ადამიანებს, რომ არ აინტერესებთ, ეს არ ინტერესდებიან, ნუ სანამ გამივა და დროთა განმავლობაში რთული ხდება ესეთ ადამიანებთან ურთიერთობა, უბრალოდ იღლები. არ ჩხუბობ არაფერი, მაგრამ გადიხარ რაღაცნაირ დისტანციაზე და დისტანციაზე არ უნდა გავიდეთ გაბრაზებით, ნაწყენი. არა, გაბრაზებით ნაწყენი არა, უბრალოდ ურთიერთობას რო ჭირდება ასეთნაირად, ანუ სტაბილურობა, მაგრამ დისტანციური სტაბილურობა, დიპლომატიურობა უფრო. იმიტომ რომ არ ჩხუბს აქვს აზრი, საყვედური რო უთხრა შეიძლება აზრი კონდეს, მაგრამ ეს რაღაც დროებითია და წყენას იწვევს. არის რაღაცა პროცესები ადამიანების ურთიერთობაში, რომ მე სხვა ცნობიერი მაქვს. მე ამდენი წელი დავხარჯე ამ ცნობიერების ამაღლებაში, ამდენი კრიზისი ტრამვა გავიარე, ამდენჯერ ჯვარს მაცვეს და არ გავბოროტდი, ხო და ზოგიერთები არიან იქ, სადაც არიან. ნუ არ გავულიათ ახლა ამდენი ტრამვა და ტრამვა ყოველთვის აპირობებს გაცნობიერებას, ხო ასეა. ვერ შეედავები, ვერ მოედავ, ვერ აუხსნი, თვითონ უნდა გაიაროს ის გზა და მე რაღაც წერტილში მიხვდება შენ რატო ხარ ასეთი. მაგრამ მანამდე დავას აზრი არა აქვს, დავას და კამაც. როგორი იქცევა ადამიანი, ვისაც თვით დაჯერება აქვს და ეგ დამოკიდებულება და მსოფლმხედველობა. თვით დაჯერება მაშინ გაქვს, როცა არასოდეს არავის არ უხსნი რა ეშლებათ. ეგ შენი საქმე არ არის. არა უხსნათ, მე ხანდახან ვიცი ხოლმე ახსნა და თვით გვემაც ვიცი და რაღაცა ჩემ თავში ვეძებ უფრო დამნაშავეს და გეწყება. ანუ შენ ისეთ ადგილას გადადიხარ, რომელიც შენი ტერიტორია არ არის, საზღვებს არ ღვევ. თუ დავიმახსოვრებ, რომ ჩვენს ურთიერთობაში ერთი პასუხისმგებლობა მაქვს. მე როცა ვლაპარაკობ, ვთქვა, გაგაგებინო,
მე რას ვფიქრობ იმ ურთიერთობაზე ან არ ვიცი კონკრეტულ თემასთან დაკავშირებით გაგაგებინო ჩემი სიმართლე ჩემი დამოკიდებულება მე რას როგორ ვაშუქებ და ჩემში რა ხდება გააჩნიე ახლა თემას იქ ემოციასაც დაგანახვებ ხო და გეტყვი რომ ჩემში რა სიწევს იმიტომ რომ ბოლომდის ჩემზე აგიხსნი მე რა უფლება მაქვს რომ დადასრულებულ ადამიანს მეორეს შენიშვნები ვაძლიო ეგ არის აბსოლუტურად მიუღებელი რაღაც გესმის და შენთან დამოკიდებულებაში როცა შენ მეტყველებ ჩემი პასუხისმგებლობა არის განუსჯელი მოსმენა მეტი არაფერი როცა ამას ვიცავ და ერთი ადამიანის მოვლა მჭირდება მე იქ წყნებიც ნაკლები მაქვს ურთიერთობებიც სწორედ გამომდის და სისტემატიურად ვითარდები და საზღვრებიც სწორედ მაქვს საზღვრები იმიტომ კი არ მაქვს რომ დაცული ვიყო ანუ დაწყნადი ისევ ჩავყლაპე ის რაღაცა გვერდზე გავედი არა სათქმელი უნდა ითქვას გაქცევა არაფრიდან არ შეიძლება მაგრამ სათქმელი უნდა ითქვას იმ გზით კი არა რომ შენ დაგიპირისპირდე კარგად დაგანახო როგორ გეშლება იმ გზით მე ვინა ვარ მე როგორ ვაფასებ, ჩემთვის რა არის მისაღები და მიუღებელი. და დანარჩენი შენ თვითონ უნდა რასაც გეტყვი, იმას მოისმენ, ხო? ანუ სწორედ უნდა ვიმეტყველოთ და სწორი ურთიერთობები უნდა გქონდეს. საზღვრებს სჭირდება აუცილებლად დაცვა. კი, და საზღვრები ყველას გჭირდება. ამა ახლა გიჟი უნდა იყოს საზოგადოებაში, მაგის გარეშე ისე ქვია. ხო, ფუნქციონირებდი არავითარ შემთხვევაში. ერთ რაღაცასაც დავამატებდი, იქ სადაც ვინმე გადაწყვეტს გაჯანსაღების გზაზე დადგეს, როგორც შენ დგეხარ, რომ სისტემატიურად ზრდის პროცესი მოგწონს და სისტემატიურად შენი თავის კვლევაში ხარ და სიცოცხლის ბუნებას იგებ, იმის მიხედვით შენ ვინახარ, რა მომენტში როგორ იქცევი, რამდენად კმაყოფილი ხარ, სიმართლეში ხარ თუ სიმართლის გარეთ ხარ და ეგ არის შენთვის საინტერესო პროცესი და სხვებს ახლა ჩვენ ვინ გვაკითხებს კაც. ყველა იქ დგას, სადაც უნდა იდგეს, შეცდომები არ არსებობს. ეგ ჩვენი საქმე არ არის, გესმის? ჩვენი საქმე არის ყოველთვის დავაფიქსიროთ ის, სადაც ვდგევართ და ვინც ვართ. და ეგ იმას ანიშნავს, რომ რამე არ შეგვეშლება. და იმ შეცდომებიდან ისევ მე ვსწავლობ და არა რაღაცა შენთვის რა მნიშვნელობა აქვს, ხო? მაგრამ რადგანაც ადამიანი ენერგიას, აი რასაც ვასხივებთ, ან მეტყველებით სიტყვით, ან თვალებით, ან ჭრალებით. როცა ჩვენში არის დაგროვილი ძალიან დიდი რაოდენობის რაღაცა გაჭედვა ემოციური და იქ ვალი და არასოდეს მაგალითად რაღაც თქვათ ვარ ადამიანი რომელმაც სიტყვა უნდა თქვას თავისი სიტყვა ხო რაღაცა არ მოგეწონა მიუღებელია და გაჩვენდი და კიდევ გაჩვენდი იმიტომ რომ მშობელთან მაგას ხარ მიჩვეული შენ სიტყვის თქმის უფლება არ გქონდა და ხარ უკვე 40 წლის და ისევ ჩუმად ხარ კაცო არასდროს არაფერს არ ამბობ წარმოგიდგენია იქ რამხელა ემოციური წნეხია ხო შიგნიდან იმაში ჩვეულ ახლა 40 წლამდე ვერც მიაღწევს 30 წლის ასაკში ისეთი შფოთვები, ისეთი სტრესები და ისეთი გადახრები ექნება და იმდენად არასწორი მოსაზრებები და არასწორი ურთიერთობები ყველაფერი აეშლება აბსოლუტურად თუ 30 წლამდე სადღაც არ გაჩერდა და რაღაცების კორექტირება და გამოხატვა არ დაიწყო. ერთ-ერთი არაჩვეულებრივი გზა, რომ სხეულს თავისი ემოციური შთაბეჭდილებები რო აქვს, იმას ხო ვერ ამოჭრე არა. არაჩვეულებრივი გზა არის რომ სხეულმა გამოყოს ეგ დამახსოვრებული ემოციური შთაბეჭდილება ვთქვათ ყინულის აბაზანები, მცივი აბაზანა, რო გადაივლო ყოველ დღე, სუნთქვები არაჩვეულებრივია სწორი სუნთქვები და ყველაზე ძალიან რაც მომწონს და არაჩვეულებრივად მუშაობს თვალი არის ერთ-ერთი ადგილი, საიდანაც ენერგია გამოიყოფა. აი მაგალითად, ვიღაცას ვთხოვ, რომ მომიყვეს ის სტრესული მომენტი. ხო? დიახ. და მე რაღაც ემოციას აღმოაჩენთ, რა ემოცია გაგვიჩნდა იქ, ვთქვათ, რამდენად ძლიერია ერთიდან 10-მდე ის რომ შევაფასოთ და თვალის მოძრაობა. ცოტა ხანი 2 წუთი არაფერზე არ ფიქრობ, უბრალოდ თვალი ამოძრავო ჩემს თითებთან ერთად. ტვინის ნახევარსფეროებს შორის ენერგეტიკული ბალანსი აღდგება და ის ემოცია, რაც დაგიგროვდა ის ტკივილი, მაგ მოძრაობის დროს გარეთ გამოიყოფა სხეული თავისუფლდება. სამაგარი. ეხლა ეს ერთ შეხვედრაში არ მოხდება, მაგრამ ამას თუ სისტემატიურად აკეთებ, ვერ წარმოიდგენთ რამხელა შედეგი იდება მარტო აი ამ ერთი
იმითი სავარჯიშოთი. ეს არის აუცილებელი, რომ სხეულსაც მივეხმაროთ. მარტო ფსიქიკას და ფსიქოთერაპია კი არ არის მარტო ის რა ქვია საკმარისი. სხეულსაც გათავისუფლება სჭირდება იმ ემოციური შთაბეჭდილებებისაგან. ნამდვილად. ამას წინათ წავიკითხე, რომ სუნთქვა არის შენი ფიქრები. ფიქრები კი არის შენი ცხოვრება. ეს ყველაფერი აპირობებს საბოლოო ჯამში შენს ყოველდღიურ არჩევანს, ხო? შენ რომელ მგელს ირჩევ? ხო, შენში ყოველთვის ორი მგელია. რომელი მგელი იმარჯვებს და ყველაფერი თურმე იწყება სუნთქვით. ბევრი რაღაცით იწყება, მაგრამ სუნთქვა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია და მე მაქვს ეს სუნთქვითი ვარჯიშები, როცა ცოტა ძიმე ემოციური ფონი მაქვს და ვცდილობ გადავლახო და სხვა შორის თემა არის ის, რომ ძალიან მალე გადავლახავ ხოლმე ნებისმიერ სიტუაციას, ნებისმიერ დაბრკოლებას, რაც არ უნდა მძიმე და რთული იყოს ეს რეალობა ჩემთვის და ეს ტექნიკები აუცილებლად მუშაობს. სუნთქვა არის შენი ფიქრები, ალბათ იმ კონტექსტშია. ამშვიდებს ფიქრებს ამშვიდებს სუნთქვა და ღრმად სუნთქვა და ეს სუნთქვის პროცესი ფიქრებს ნამდვილად სვლის. მე დავაკვირდი რომ სუნთქვის გარეშე ბავშვი ხო როგორ არის ქვეცნობიერში ჩაწერილი. პირველად სუნთქვა ხდება. სუნთქვის ფონზე იწყება ფიქრი მერე. მათ შორის არის ხიდი. ერთი მეორეს ბადებს, ხო? თუ მაგალითად დაწყნარება გინდა, ღრმა სუნთქვაზე უფრო ეფექტური იქნება სცადე. რასაც არც აუცილებლად. თუ გინდა რომ თქვათ ფიქრებიდან ვერ გამოდიხარ და overthinking-ი გაქვს და რაღაცა პანიკა გაქვს დაწყებული. ღრმად შეისუნთქე და შეწყვიტე სუნთქვა. 1 წუთის განმავლობაში. ქვეცნობიერმა არ იცის, სადაც როცა სუნთქვა არ ხდება, რომ იქ ფიქრიც უნდა ხდებოდეს. არ არის ეგეთი პროგრამა. და ფიქრი ჩერდება. იცი როგორ დაისვენე? ხო, ფიქრების ვარჯიშიც დაწყებული, მაგრამ უნდა გადავდო ეს ფიქრი, როცა მომაწვება ეს overthinking-ი, ჩემ თავს ეუბნები. მოდი რა, ცოტა მოგვიანებით იფიქრე და გადავდივარ სხვა აქტივობაზე. ეგ კარგია. და შველი თანდათან ჩემ თავს და როცა ადამიანი საკუთარ თავს შველის, მე შველის სხვებსაც და გარე სამყაროსაც. კი ბატონო. რამეს ხომ არ დაამატებდით ბოლოსკენ? ალბათ რითიც დავიწყეთ. ჩვენ რაღაცა სიყვარულზე ვთქვით რაღაც და მე გადავედით იმ ბნელ ემოციურ სამყაროში, რომელიც ადამიანს ძარცვავს ამ მომენტის გამოცდილებიდან ბოლომდე. და ჩვენ განამარტო ჩვენში არა ვართ თვითკმარები, კმაყოფილები და მთლიანები, იმიტომ რომ დანაწევრებულები ვართ, ფიქრით აქა ვარ, სხეულით ამ ასაკში ვარ, ემოციით სადღაც 3 წლის ასაკში ვარ ჩარჩენილი. რაღაცა ნაწილებად დაყოფილებივით ვართ და მთლიანები არ ვართ. და არც ლიდერი ხარ საკუთარი ცხოვრების, ვერც გარეთ ვერ შედგები ლიდერად, იმიტომ რომ საკუთარ თავს ელემენტარულად თუ არ პატიობ და მაგას სიყვარულიდან არ აკეთებ და იქ ძალიან ყურადღებით პასუხისმგებელი არ ხარ, რაც შეგეშალა იმას ასწორებ, იმას არასოდეს არ იმეორებ თუ რამდენჯერაც გაიმეორებ, სწრაფადვე გახსენდება და ზოგჯერ არის რაღაც შეცდომა, რომელიც გვჭირდება რამოდენიმეჯერ, ყველაზე სუსტი ადგილი სადაც გვაქვს, ხო, იქ შეცდომას ხშირად უშვებთ, მაგრამ ბევრჯერ დაგჭირდება განაზერელე პატიება, კიდევ უფრო მეტად ყურადღების გაღრმავება და ამ ყველაფერს მიყავ ერთ გზაზე, სიყვარულისგან. და ყველაფერს, რასაც აკეთებ, რასაც ფიქრობ, რასაც ამბობ, რასაც ეხები, სადაც გაივლი, ისე რომ არ ცდილობ, შენი მთლიანობიდან, იმიტომ რომ ეგ მოხდა შენში, შავი გულით აღარ დადიხარ. განა ეს რაღაცა ალალი კი არ ხარ, უბრალოდ შენში რაც გაჩნდება ყველაფერს აქცევ ყურადღებას უსმენ განუსჯევლად და იქ რაციონალური აზროვნებით თუ სწორი დამოკიდებულებით და სწორი გაცნობიერებით შენი მისი ტრანსფორმაცია და ზრდა შეგიძლია და სუთთვით მყოფადი ხარ. შენში ის სიყვარული თავისი ჩდება თავისი სიბრძნის თვალით და ცნობიერებით, ხო? ძლიერდება უფრო ფხიზელი ხარ, უფრო ჯანსაღი ხარ და სადაც გაივლი მაგ-კვალს ტოვებ. თავისუფლად ხარ, ხო, და ეს თავისუფლება არის სიყვარული. კი ბატონო. ყველაზე მნიშვნელოვანი. აქ და ახლა ყოფნა. ხო.
რაც ყოველთვის გვიჭირს ადამიანებს. ხო, ისე რომ შენ მაგას იმიტომ კი არ აკეთებ, რომ მე დამინახეთ ახლა დამინახეთ და აბა შემაფასეთ ახლა. No. შენში რაც მოხდა იმას აღარ გაცვლი მაგაზე ორი რამე ერთად ვერ გექნება. უნდა არჩევანი გააკეთო და მე ვფიქრობ, რომ რაც გვაქვს, რა რესურსიც გვაქვს, ტკივილის ჩათვლით. ყველაფერს სჭირდება მადლიერებით მიღება და თუ იმის კულტივაციას გავაკეთებთ, მიტევებით, თანაგრძნობით, ყურადღებით, ჩვენში აუცილებლად გაჩნდება ის სიყვარული, რომელიც თავისუფლებას, სიბრძნეს და ბედნიერებას და თვითმყოფადობას მოგვიტანს. დიდებულია. მადლობა ძალიან დიდი მადლობა ასეთი საინტერესო საუბრისთვის. გაიხარე რომ ამ საქმეს აკეთებ. მადლობა. საუკეთესო ხართ და ძალიან ბევრი ინფორმაცია მივიღე ისეთი, რაც მართლა არ ვიცოდი. ჩვენი დღევანდელი ეპიზოდის სტუმარი იყო ქალბატონი ხათუნა ზექალაშვილი.